მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეს 2 დღე არის არ წყდება სოციალურ ქსელში, ეგრეთ წოდებული კონსერვატორების მხრიდან. კვარაცხელიას, მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის მიმართ აგორებული კამპანია, რომ როგორ შეიძლება თურმე და მათ ეცვათ მაისურები, რომელზეც იყო რაცა LGBT სიმბოლიკა გამოსახული. რომელიც მთელს საფრანგეთის ჩემპიონატს ეცვა და რატომ თურმე ჩაიცვეს მათ ეს მაისურები. მოკლედ, რო ვთქვა, მე თვითონაც არ გამიხარდა ეგ ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო რაღაცა არის. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ხალხს ეს თავისი ინიციატივით და პიროვნული მხარდაჭერით არ გაუკეთებიათ რომელიმე კონკრეტული თემის მიმართ, ამ შემთხვევაში LGBT თემის მიმართ, როგორც ეს თავის დროზე კაშიამ გააკეთა, საქვეყნოდ ხარი დაუჭირა და ესე შემდეგ. ამიტომ განსხვავება ამ ყველაფერში ძალიან დიდი არის. არ ვიცი მოკლედ რა გითხრათ, რა გიპასუხოთ, მაგრამ ისეთი ხალხი, როგორი ხალხიც არიან ამ ამბის ამტეხები და ერთი წივილკივილის ამწევები, კონსერვები ეგრეთ წოდებული და ეგრეთ წოდებული ბლოგერი ბექა ვარდუსანიძე, რომელმაც კვარას მაგივრად თურმე ყვარა გამოიყენა ზედმეტ სახელი და ვინც იცით ეს პიროვნება, იცით და ვინც არ იცით, შეგიძლიათ იხილოთ აი სულ რაღაც წუთნახევრიანი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ერთად მოусმინოთ და რაღაცის თქვა მინდა ამ ყველაფრის შემდეგ. მე თვითონ ვარ მედია, მე შოქმენი მედია, მე მაქვს გავლენები საზოგადოებაზე. მე ვარ მომავალი. მედიის სფეროში. მე დავმარხე მეინსტრიმული მედია. ვერავინ არ მაჯობებს მაგათ საქართველოში, როგორც ერთი ადამიანს მე რო ცნობიერება მაქვს გაღრმავებული ამ ყველაფერთან ბრძოლაში. და ინფორმაცია რომ მაქვს მიღება, არქივი ხარო ბექა მეუნებიან. ეს ბუნებრივად მომდის ეს უნარჩვევები. უსპარს პარალელი, ეს იქ მოხდა, ეს იქ მოხდა, ამანის დაწერა, იმანის დაწერა. პარალელი ეგრევე, წამებში. ჩემთან არ არსებობს ინფორმაციულ ომში ვინმე რომ მომიგოს. უფალო შენ ხარ მოწმე. როგორი დათვითცნობიერებული ვარ ამ კულტურულ და პოლიტიკურ ომში. ტელეფონის გამოსახულები და პირდაპირ ეთერებით მოახდინე ასეთი ისტორიული შედეგების დადება. ადამიანი, რომელმაც თვითნასწავლმა ასეთი კარგი შედეგი დავდები. და მეც მიგოს, ბექა რა, მაგრამ მოახდინე ეს ფერების რაღაცა შეხამება და ასე შემდეგ, რომ ხო მე ხო ისედაც სწრაფი ვიყავი ძალიან. და ახლა კიდევ მეტად უფრო ავსტრაფებდი მეგობრებო, რომ მილიონმა ადამიანმა გაიგო ჩემი სახელი უკვე. და კიდე გაიზრდება ჩემი გავლენები. მე თუ ახლა მერე შევხვდი ტრამპის ორგანიზაციის ადმინისტრაციას, ლეპენს და ასე შემდეგ, ჩემი გავლენები მერე ნახეთ. შენ თუ ამას შევხვდი ბექა, ეს გაითვალისწინო კიდევ ძალას გმატებს და დარჩი ის რაც ხარ. მაგიტო ვარ თუ არ ესეთი ამაყი. მაგიტო ვარ თუ ესეთი მართალი და თავაწეული, რომ აი მე ხედავ რას ვამბობდი? ვანგადა. მოკლედ ეს არის ეს პიროვნება, ძიმე მდგომარეობა არის ნამდვილად, რომელსაც თავი აქვს წარმოჩენილი საქართველოს დიდ პატრიოტად და დიდ განათლებულ ბლოგერად. მოკლედ ახლა მინდა შემოგთავაზოთ დაახლოებით 2 საათიანი ვიდეო, რომელშიც თუ ვინმეს გაინტერესებთ, ხშირად რომ მეკითხებით, თურმე მე რას ვერჩი ეგრეთ წოდებულ კონსერვატორებს და ეგრეთ წოდებულ ბექა ვარდუსანიძეს ეროვნულ ბლოგერს, ვისაც გაინტერესებთ, სუსის მასალებიდან ამოღებული დოკუმენტები, მტკიცებულებები, მიმდინარე მოვლენების ცოცხლად ასახული ქრონიკა, შეგიძლიათ იხილოთ და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ საუბარი, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დაუთმეთ თქვენი ცხოვრების 2 საათი იმისთვის, რომ საბოლოოდ იქნას პასუხი გაცემული, ვინ არიან ეს ადამიანები და დანარჩენზე თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. მე აღარაფერს არ უპასუხებ ნამდვილად აღარც ერთ კითხვას, რომელიც აი ამ ეგრეთ წოდებულ კონსერვებს შეეხება. ახლა კი სასიამოვნო სეანს გისურვებთ, ძალიან საინტერესო და სახალისო ვიდეო არის, ისე გაირბენს ეს 2 საათი, რომ ნამდვილად არინანებთ ამ ყველაფრის ყურებას, რომელშიც თვითონ ბექა ვარდუსანიძე და მისი ძმანი-მისნი მონაწილეობენ. და რა პასუხს ცემენ სუსის მიერ მათზე მოწოდებულ ინფორმაციას. ხო, მაპატიეთ მეგობრებო, ძალიან დიდ ბოდიშს ვითხოვ, იმიტომ რომ გაითიშა.
ვიდეო ლაივი ტელეფონი გადამეტვირთა და ამიტომ აი დავილოდები ახლა ადამიანების შემოსვლას და ვინც მიყურებდა დაბრუნდება იმედია ასე რომ მოახერხებ რამენაირად გადმოგცეთ. საერთოდ მე მეუბნებიან ხშირად რომ აი გამოაქვეყნე ეს არ არის ერთ წუთიანი და ერთ წამიანი ვიდეო მასალები. კიდე ერთხელ ვამბობ რა ან რაღაცა ისეთი რომ ეს არის სინქრონში მიმდინარე დოკუმენტაცია, ფოტომასალა, ელექტრონული მასალა, თავისი საიდუმლო დაცული დოკუმენტებით და ასე შემდეგ რა. აი დაველოდები ახლა მეგობრების შემოსვლას და რისი ჩვენებაც მინდოდათ აი ახლა გაჩვენებთ რა აი ამ ადამიანზე. ნუ ეს ადამიანი საერთოდ არის კლოუნი არის უბრალოდ აი ამ კლოუნობაში უხდიან ფულს. მე ვაჭრობ თვითონაც აი სულ ასე მთელი ცხოვრება ასე მთელი ცხოვრება კლოუნობდა. ხან ვის იყო მოწებებული, ხან რას იყო მოწებებული. განსაკუთრებით აი ბოლო დროს ალტინფოს ძალიან კარგად მიეწება ეს ერთი მესაჯდომე და მეორე მესაჯდომე ის საერთოდ ეროვნული მესაჯდომეები რა ის ზაქარიაშვილი და ეს კათმოსანიძე. ამიტომ გამომდინარე აქედან მე არა მაქვს ხა არაფერს საუბარი გაჩვენებთ აი ამ მასალას, რომელი მასალასაც თვითონ ითხოვდა რომ აი მაჩვენე თუ სადახარ ეს მასალა ეხება ზუსტად კრეფსი არის უსის მოშრების კრეფსი, რომელშიც 18 ჯერაა ჩემზე დანოსი ეგრეთ წოდებული დაწერილი. ამ დანოსში ბევრმა მომწერა სხვათა შორის რომ ჩემზე ხო არა ადამიანი ვარ ეხლა და უბრალოდ ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვნახავ რა ესე უცებ. გამოვიდეთ ყველაფერს გამოააშკარავებ თანდათან უნდა. ყველაფერი მაინც არ იქნება გამოაშკარავებული, იმიტომ რომ ადამიანების ფსიქიკა ამას აიტანს თუ არ აიტანს, მე არ ვიცი. არც იმის სურვილი მაქვს რომ ხალხმა ერთმანეთი დახოცოს. უკუდო გოჭებივით კიდე იხტუნეთ. მოკლედ, ეს სიტუაცია არის, როდესაც ვითარდება მოვლენები 16.03, ეს არის მარტის თვე, 16 მარტი არის 2020 წელი. აი ეს მომენტი ვნახე, სადაც სუსის, ესე რომ ვთქვათ, თანამშრომლები, მათ შორის აი ეს ცხონებული აკაკი ნემსაძე, რომელიც თავი მოიკლა, ჩემი მეგვარი იყო, თავი მოიკლა თუ მოკლეს თუ ეს შემდეგ. მოვა დრო დაუფალი გარკვევს ყველაფერს და დიდი მადლობა მე ამ პიროვნებას, მე პირადად ჩემი მხრიდან აი ამ ყველაფრისთვის რომ ეს ბინძური სისტემა ამხილა და მისი დამსახურებითაც მე უამრავი ინფორმაცია მივიღე. მოკლედ ერთ-ერთი მტკიცებულება არის ახლა ამისი, როდესაც არსებობს ესეთი არსება, რომელიც არის ალბათ საფურთხებელი პიროვნება დიმიტრი ლორთქიფანიძე, არაკაცი, პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი, კაცობს ესეც ალტინფოზე ხშირადაა. მოკლედ, ეს ლორთქიფანიძე ურეკავს სანდრო ბრეგაძეს, მათ შორის მიმდინარეობს დიალოგი, რაც ხაზარაძეზე, ასე, კობა ნაყოფიაზე, კორონავირუსის დაავადებაზე, ეს პანდემიის პერიოდი არის, ყველაფერი ასე შემდეგ. 16 მარტი რო იქ 15,000 გადარიცხა და მე შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ბატონი მურგოშია, ალტინფოს სასტავი, თვითონ ბექა ქათმოსანიძე და სხვა კიდე ბევრი, მაშინ ეს ერი ქონდათ გულზე ჩამოკიდებული და მაშინ ერთ პარტიას ქმნიდნენ ვასაძესთან ერთად, მე აერიათ პურის ჭამა და რა ვიცი, ვინ აღმაწევდა, ვინ არ მაინტერესებს, სულ ფეხებზე მკიდია. არ მაინტერესებს, უბრალოდ მე გახსენებთ პერიოდს. ხო, მაშინ ერთად იყვნენ, მე დაიშალენ, ახლა ეროვნულები გაერთიანდით. ეს ქათამი საერთოდ ხალხს იმით აფასებს, ვის რამდენი გამომწერი ყავს და ვის რამდენი დამლაიქებელი ყავს და ასე შემდეგ და კამალა ჰარისმა მკვლელები გამოუგზავნა ბექა ქათმოსანიძეს. ხალხო, და აი იქ მიდის საუბარი, ზუსტად აი ეს საუბარი მიდის თავის დროზე 2018 წლები, როდესაც იყო ქართული მარშის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, აი ამ პერიოდისთვის მეც ვიყავი ჩართული, მაშინ პერიოდში თან მუშაობდი, თან თბილისში, თან მოძრაობდი ამ სიტუაციაში და აი ეს ქათამი, ეს ბექა ქათმოსანიძე, აი ეს კურდღელი, ეს მაშინ ისეთი არაკაცობა გააკეთა, ცემაში აპირებდნენ ამის მოკვლას. ჩემმა ძმამ გადაარჩინა. ჩემმა ძმამ, ამას ხო კაცობა არ გააჩნია, რომ ვინც გადაარჩინას ლამის სიკვდილს, იმას მადლიერი იყოს. ახლა
ზის და დაცულად აქვს უკანალი და ილანძღება და იგინება და ხან დედას მაგინებს და ხან რაღაცა ხან ჩამოვალო აი იყო პინდარასტებთან ერთად ხანზე უნდა ვილაპარაკოთ. აი აქ მიდის საუბარი კიდე ერთ-ერთ ზნედაცემულ ქალბატონზე და აი აქ მიდის საუბარი აი სოციალურ ქსელში. Constantin Morcașias რეკომენდაციით, იმიტომ რომ მაშინაც იქ იყო ეს ნაძირალა იყო ლევან ვასილის ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო სამოქალაქო მოძრაობა ალტერნატივა საქართველოსთვის, ანუ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, მაშინ ერთად იყვნენ. რომელსაც სოციალურ ქსელში ბლოგერი ნინული ქავთარაძე, დაგვირდით, ნინული ქავთარაძე და ბექა ვარდოსანიძე, სანდრო ბრეგაძე გაკვირვება გამოთქვა და კითხვები სანდრო ბრეგაძეს დაუსვით. ეს იყო მარშის ლიდერი იმ პერიოდში, რატო თქვა ეს? იმის გამო, რომ ხსენებული ბლოგერს ახლო კავშირი აქვს ლევან ვასილიძესთან, მისივე თქმით ნინული ქავთარაძე, რომელსაც უკაცრავად მე არ ვიტყვი იმას, წაიკითხეთ ეს ყველაფერი, წაიკითხეთ. ხოლო ბატონი ბექა ვარდოსანიძეს, რაც შეეხება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო თავის დროზე დაატოვებინა ქართული მარში. მე გაბრალებ შეკურდღელო. მე გაბრალებ შემართლა ქათამო. თელმა ქალაქმა იცის ვინ ახარ. ჩოხა ახალუხში გამოწყობილი LGBT. გამოდიხარ და ილანძღები და იფურთხები და იგინები და ვითომ ლატენტური გეი. 11 წლის ბავშვს და ესხი თავს დაუწყე ეს ბულინგი და ჩაგურა ხო ეს ბულინგი თქვენთვის გასაგებრი იყოს. აი გამოხტები და ასე იზამ და ისინი. საიდან აგაკ ბიძია ის მანქანა? აი ესე ხალხის ტყავებით, ანგარიშების ჩარიცხვით, იქ სუსიდან დაფინანსებით, იქ ვიღაციდან მოწოდებული ორი კაპიკით, შენ მათხოვა რო შენ მართლა ფულის მალე, რომელ სვანებთან უნდა გელაპარაკო. არა, გასვენებაში ეგდე ერთხელ და სადაც ეგდე, იქ ეგდე დედა ყავს, ჩვენი კუთხის ადამიანი და რა მნიშვნელობა აქვს? სიმართლე გითხრა, კაცი სვანიც მინახია და არა კაციც მინახია, რა მნიშვნელობა აქვს? კუთხიშვილობას კაცი იყო, მთავარია რა კუთხიშვილი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? სვანებთან უნდა წავიდეთ ლაპარაკო. რომელ სვანებთან მიბარებ? ერთ ტარიელონიანთან ხარ მიბარებს ლაპარაკო. ჯერ სანამ სადმე წავიდოდე, სულ პირს დაგინგრევ ისე, რომ ვერ აგაწევს ერთ ერთი ქირურგი, დებილო შე არა კაცო შე. უბრალოდ შენ არის ქათამი ბევრია. წივილ-კივილი დააქცევ ქვეყანას. აი ეს არის ეს ადამიანი არის ეს, აი ერთ-ერთი უცებ მომენტი წამოწყდა და რადგანაც ეს იყო, აი ეს გამოაკარა. წადი ბიძი, წადი. და შენ რო ხარ ეს კი არაა პრობლემა. პრობლემა ისაა რომ შენ დებილები ხავს, ბევრი ვისაც შენი ჯერა. იმიტომ რომ იმ ინტელექტის ადამიანი როგორც შენ ხარ, იმას რო ადამიანი მოусვეს, ის იმაზე მე დებილია საერთოდ. ეგ ეგრე არის. სამწუხაროდ. იმიტომ რომ ბექა ქათმოსანიძეს 10 წუთი თუ მოусვენა ნორმალურმა ადამიანმა, ეგ ძალიან დიდი არის რა. მერე და მეორე, რა გიკეთებია შენი ქვეყნისთვის? რა სტატუსი გაგაჩნია საერთოდ? ვინ ჩემი ფეხები ხარ? აგდი ხარ ეგერ და ჩამჯდარი ხარ იმაში ზაჰესში და ჩართული გაქვს სტუდია და ამ გაჭირვებული ხალხის გზავნილებით ამ ხალხის გამკვირვებია მაინც ფეხებს ბანენ ამ უცხოელებს და ამ ქათამს უგზავნიან წად ვიზია სახში შვილი არ აყავთ ძირი არ აყავთ ნათესავი არ აყავთ გაჭირვებული ამ ქათამს არ უგზავნოთ ფულები თუ ენაწვალები ჯარში და ომზე ლაპარაკი და ომის ვეტერანის სტატუსი ზედმეტი წადი ერთხელ გაჭირვებს დახმარები ხარ როდესმე ეკლესიაზე ერთი ქვა დაგიდევს ნინულისთან ერთად რო იყავი ამ ცნობილ მინეჭიცასთან ერთად შეგზავნილი იქ ძალიან დიდი სულიერების ხალხი ხართ თქვენ ეგ კეთებია საერთოდ შენ როგორ იქნები ბექა დევნილი როდის იყო რომ უშიშროების ნასეთქას უშიშროება დევნიდა ჭირდები იქ და იმით ზიხარ დღედაღამე გახსნილი გაქვს ერთი 20-30 Facebook-ის გვერდები შეესევი ვიღაცას დაარეპორტებ 9 რეპორტი გაქვს შენგან გაკეთებული და შენ არის ქათმებისგან განათლება შენ არ აქვს შენი პირით ამბობდი ერთ წიგნი არ წამიკითხე რუსთავი ვერმა გამზარდაო შენ პირით არ ამბობდი ამას მე ხوار დაემბრალები ანალიზის უნარი შენ არ გაგაჩნია შეგიძლია ერთი Google Translate-ით არ გქო ამერიკის შტატებში საცხო აბორტი გაკეთდა მოიხსნა რესპუბლიკელებმა დემოკრატელებმა ბექა ქათმოსანიძემ გამოასაჯა მე უცებ გადახტება და დაიწყებს კაცო ათომოვლილი ადამიანები უკრაინაში ეს ხდება ეს ასი არის ეს თავდამსხმელია ეს მცველია ეს სტრატეგია ეს დებილი ხალხი ეს
ხო ბექა დაგლოცოს ღმერთმა უფალი იყოს შენი შემწე მე ამა მახსენდება მისი არ იყოს ჯერ ცივილკივილს ეხავდა იმის რა ქვია ხელისუფლების უკანალში იყო შემძრალი რას ქვია ხალხო კორონავირუსიო თუ არ გეშინიათო და თუ არ იგიო მაშინ იყავით სახში მოგდვითო თუ არაო და მე ერთ ცივილკივილი ატეხა რას ქვია ხალხში ხართო და მეო ხალხო ფაუჩიმო და კამალა ჰარისმაო ზაჰეში მკვლელები მომიგზავნა დედა ბიჭო რაფერიცის ახლა ფაუჩი და კამალა ჰარისმა მეტ პრობლემა კი არა ბექა ვარდუსანიძეს მკვლელები მიუგზავნო სახლში შენ პატრონი შენს ასმარა ახლა შენ რაც ხარ დიდი ხანია ვიცით მაგრამ აი ვაიმათ პატრონს ვინ შენ გისმენში გამოსცირებულოში ილანძღე იგინე რა შენ მეტი რა შეგიძლია აკეთე ციკლოვკა სახში გამოგზავნილი ხალხის ფულებით აბა მუშაობით შენ არ გიმუშავებია მთელი ცხოვრება და შემოსავალი შენ არ აქვს არაფერი და უნდა ადგე ასე და უნდა იკლოუნო ემაში რა ქვია დაждე და ესე უნდა იკლოუნო და აშუქო ასე ეგეინე Google Translate თარგმნო და თუ სადმე აქცია იქნება მივარდები ასე და გადაიღებ აი ხედავთ ხალხო რა ხდება დედა მიდი ბექა ღმერთმა დაგლოცოს აი შენი ხსენი ქვეყანა შენ და ტომარაძემ ხო კიდე უნდა მავიწყდა ხო შენ და ტომარაძემ გადაარჩინეთ ერი და თქვენ გაიმარჯვეთ პირბადები თქვენ მოახსნევიეთ ეს როგორ დამავიწყდა კაცო და მე რო ბღაოდი ასე პირდაპირ ჯაგა რა გინდათ მე თუ საპატრიარქოსთან მივედი მე ვაშუქებდი ნუ თუ ქართველმა ერმა ანალიზის უნარი საერთოდ დაკარგეთ საერთოდ არ შეგიძლიათ ადამიანის შეფასება მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება იქაც ქართულ მარში კიდე რა იყო ხალხი თავიდან ბოლომდე სული და გულით იყო მისული თავიდან ეს ყველაფერი შეიქმნა 200 კაცი ვიყავით მაშინ მიწის დაცვის სიტუაცია პირველად როცა შევიკრიბე აი ჩემ ძველ Facebook გვერდზე მქონდა ეგ არქივი ყველაფერი ხალხი შეუულებრივად კაცო მე ვატოვეთ ყველამ საქმეები და როცა იყო საჭირო მივიდეთ ქათმოსანიძე მოვიდა მე 600 ლარი თუ არ მექნება ხელფასიო მე აქ არ ვივლი აი ჯანდაბასო მიაშავეთ ამას ფულიო რეგაძემ თქვა მაშინ აჰა ჯანდაბასო ხო ამის დედაცვატირეო ხო აცხასო ამბობსო ტლიგინებსო და აშუქებსო მიაშავე მე ქუდი დემე გარქაო საცხავი ხო ნუ ქუდი თუ არ გამომიჩნდებო არ მოვალ და არ გავაშუქებ მე დაიწყო ტლიგინი და ადგენდა არ ვიცი იმის რა ქვია ფაშიც რო უძახიან იმ ბიჭს გიორგი ჭელიძეს იმ ბიჭს მე პატივს ვცემ ის მართლა იდეინი ბიჭი არის იდეინი ბიჭია ისე მოიხადა 3 წელიწად ნახევარი ვერ გატეხა იგი სისტემამ და კაცურად შევიდა და კაცურად გამოვიდა ვენაცვალე ჯიგარში რა იდეასაც არ უნდა ემსახურებოდეს იდეინი ბიჭი იმის ხალხს დაუწყო რაღაც ეგ ჭორების ჩაყრა და თავების მარხვა და გაიღანა და კლავდნენ ცემაში ჩემაზრომ გადაარჩინა რა ხანდახან არ უნდა გადაარჩინო ეგეთი წე უბრალოდ ადამიანი ხარ ქართველი ხარ და კაცი შენ თვალწინ რო კლავენ ადამიანს რატო და ესე ჭორებს იგონებს იჯექ ბძი არ შენახარ მეტი დიდი დონის არც მურგოშია მეტი დიდი დონის არც შენი მსმენელია მეტი დიდი დონის არც დანარჩენი საზოგადოება ახლა ელისტრაკოს რო ყავს გამომწერები იმას ნინოია ჟღარკავას რო ყავს კიდო 10000 იმას აყავს ბექა გამომწერი 10000 იმას 12-13000 თუ მეტი ყავს რა ვიცი არ შენაირი ენა მოტალიკინია ის მეტი მაგარი ადამიანია კაი იმას თუ მეტი გამომწერი ყავს ის მეტი მაგარი კაცი და ის მეტი მაგარი ქალი ხო იქ კიდე ვიღაცას კიდე რამდენი გამომწერი იუთუბერი გოგო იყო რომელსაც დაუწყვა იმ გოგომეს საწოდავი დღეში ჩააგდო მე YouTube-ზე ამომივარდა ვიდეო 21 წლის გოგო ამხელა ულაყი კაცის ფორმის იმან ეს დღეში ჩააგდო ცხარიც რამე შეგეწოდებოდა ну ამის ფამილია და ჩემო კარგო არ შეგაწყენ თავს ვისაც უნდა ყურება იქ რამდენიმე მომწერა მე ჩემ აზრზე ურჩებიო ბექაო ძალიან ბევრს წერს ძალიან ბევრს მუშაობს ხო თან იმუნოლოგიც ყოფილა ვირუსოლოგიც ყოფილა იმუნოლოგიც ყოფილა
თემა იქნება ისიც ის რა ქვია სამხედრო საქმე იცის, მე ისიც ის გამოჩნდა. ქართლოსანიძე გამოჩენილა ხალხო. აი ფანტინ შენ რო გისევდა, მოდი ბექა, მოდი ბექა. აი გამოჩენილა, ახლა მხიარული გახდება ეთერი. რა გინდა შეკათამო, რო ილანძღებ და რო იგინები, აბა ერთი. ვინ ახარ საერთოდ რას წარმოადგენს ცხოვრებაში, რა გიკეთები? რა განათლება გაქვს მიღებული? აბორტით დაწყებული, დამთავრებული ვირუსოლოგიაზე, თავდაცვაზე, ყველაფერზე რო ლაპარაკობ და ფანტინას რო მიუსიე, ხალხა ოფობით ახლა 11 წლის ბავშვს რო დაუწყე. მოდი, გინდა ჩაგთავ. ბექა. გინდა ჩაგთავ. ბექ, გინდა სვანურად გავარჩიოთ? სვანურად როგორ გავარჩიოთ? კვირკეზე წამოხვალ? იქანე LGBT ხალხი რო არ შეიძლება მოსვლა რომ მოვიდეს. ამას როგორ გაცემ პასუხს ბექა? ამას. მოდი, გამეცი პასუხი ახლა. გაეცი ამას პასუხი ერთი რა. შენ და ნინული, რომ ნინული ქავთარაძე ასეთი იყო, რომ თურმე შენ აი ამას აკეთებდი და ასე შემდეგ, ბოდიში მოიცა ბექა. როინას მე არ ყოფილი ვარ როინას ბორდელში. როინას ბორდელში 20 წლის ბიჭი რო ვიყავი, მაშინ დავდიოდი ბექა, კი. კი, პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და დამაქალები არ მაძლევდნენ და არც ისინი და ხანდახან ბორდელში დავდიოდი და ვარ დამყოფი. ჩემმა ძმამ ისა რა ქვია, სხვათა შორის ტექნიკასთან ძალიან ვერ ახლობლობს და კამერებს ვერ აყენებდა. იმ პერიოდში განსაკუთრებულში მუშაობდა და განსაკუთრებული საერთოდ უშიშროება და განსაკუთრებული ისეთი როგორც არის საროსკიპოები, ისეთი როგორც არის ტაქსის მძღოლები, საბოჟნიკები და ესეთი რაღაცა აქ ადროც არ უნდა დადგეს სპეცსამსახური. ეს ესე იგი, მაგრამ საქმე რაშია? ჩემს კაცურად წამოვიდა იქიდან და ერთი კომპრომატი არ არსებობს და თქვენ რა შეგიძლიათ ერთი იმის რა ქვია კომპრომატი დაუდოთ კაცმა რომელმაც ყველაფერთან ერთად გამოაქვეყნა თავისი ბიოგრაფიული ელემენტი. ახლა ჩემს ძმას რო არ ეთქვა, თქვენ გიქნებოდათ მაგ კომპრომატი? რა კომპრომატი შეგიძლიათ დაუდოთ? რა ვიცი, რა გიქნა, შედი და წაკკუზა გაგანადგურა. რა ვიცი, ამ ხელა ულაყი ქალმა შავდღეში ჩაგაგდო. ხო განახი აგერ ბექა. ხო განახი. ვინ ახარ სტატუსით ბექა რას წარმოადგენ? ანადოლიძეს რატო აპრავებდი ბექა? ჩემთან რომ მოგიწია დაპირისპირება. აუ შებანძო. და კაი ბექა ახლა ასე ნუ იცი რა, შენ გენაცვალე რა. შენ ხარ სუფთა ისეთი ვაშკაცი ხარ ბექა, რომ შენთან ერთად ომში წასვლა შეიძლება. მოიცა აცალეთ რა, არ შეაგინოთ, არ ლანძღოთ, აი. ბიჭო, ადამიანებს როგორ აფასებ, იმეთი რა ქვია, ვის რამდენი გამომწერი ყავს. ბექა, ბიოგრაფიაში რა გაქვს, ქვეყნისთვის რა გიკეთები? გარდა იმისა, რომ სმარტფონი დარბოდი აღმა და აღმა. არ ვიცი მე ვინ დედაოსაგინე რა ვიცი. შედი და ნახე. არ ვიცი ახ მე არ მაინტერესებს იმის ფაქტები, მე ჩემი ფაქტებით ვიცი, მე გიცნობ შენ ვინც ახარ და არ ხარ შენ კაი კაცი. არ ხარ კაი კაცი. ფაშისტები რო კლავდნენ გახსოვს? გახსოვს ფაშისტები რო კლავდნენ? გახსოვს? იუთუბერი გოგო ტყუილში გამოიჭირე? კაი. დედას გაფიცებ ახლა, ნუ იცი შენ მასე რა. ბექა, შენ ხო სისტემაზე ებრძვი. გაფიცებ ყველაფერს. აი როგორ ებრძვი, შეხედე? ეს ხო შენ ხარ. ბექო. გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. განაცხადა ყარიბაშვილმა. ოხშენი ბექო, მიდი. შენა ბიჭო, შენა რამდენი რა ეცდედა? რა კაცო შენა? რა უმწვა ყვების
რატო იცი ესეთი აღშფოთება, ესეთი აგრესიული რატო ხარ? 29 კაცი თუ მიყურებს, ესე იგი ცუდი კაცი ვარ, ბექად. აი შენსავით მთელი ცხოვრება ტროლების ფაბრიკა თუ მაქვს აწყობილი და გადავაზიარე სასტავში და ასე, ესე იგი ბევრი 5000 კაცი თუ მიყურებს, მიხეილ სააკაშვილი რო იყო, მაინც კაი კაცი ვარ, ხო? შენ შეაჩერე? ვაიმე, ბექა, შენ შეაჩერე? შენ გენაცვალე რა. შენ და ტომარაძე, მე მგონი, შენ მარტო რა შეაჩერებდი ახლა? კაი, ახლა დედას გაფიცებ, ნუ იცი რა. მართლა? ბექა, კამალა ჰარისმა მკვლელები რომ მოგიგზავნა, ის რა ფერი იყო? აბა, ის მოგვიყევი ერთი? არა, კამალა ჰარისმა რომ მკვლელები მოგიგზავნა. კამალა ჰარისმა, ის როგორ იყო? გაფიცებ ყველაფერს. და ფაუჩი. რა უნდა ჩავთო შეუბედურო თუ ვინმე მე ხო 30 ადამიანი მიყურებს რა აზრი აქვს შენ ხო გიყურებს მთელი საქართველოს და შემოვა და ნახავენ ან ვისაც აინტერესებს ნახავენ. ბექო იგი როგორ იყო რო თქვი? მეო წიგნი არ წამიკითხეო ცხოვრებაშიო და რუსთავიორმა მასწავლა ყველაფერი. მეფერი იყო? კაცო მე რატო უნდა ჩავთო ვისაც უნდა ნახავს ან გახსნეს. მით ბექა, მოყევი ერთი შენი ამბები. ქუდი რო დაკარგე ქართულ მარში და ქუდს თუ არ დამიბრუნებენო აწე არ მოვალ და არ გავაშუქებო. რაფერი იყო ის ამბები? გაფიცებ ყველაფერს. ხელფას თუ დამიგვიანებთო კიდევ მე არ მოვალ და არ ჩავრთავო და ასე შემდეგ. ბიჭო, აი ესეთი უბიოგრაფიო რო ხარ, ხო? აი ცხოვრებაში რო არაფერი შენი ქვეყნისთვის არ გაიგეთები. ზიხარ, Google Translate-ით თარგმნი, ხო, ფაუჩოვიჩი, ხო, ესეთ რაღაცებს, ან ფანტინასთან რა გინდა? ქალთან რა გინდა? ეს არა. მე ვთქვი რომ ოშ მე არ ვიცი საღდობელაშვილის ვიდეოები, არ ვიცი მე აკადემია ყარა მაშინ შენ გვერდზე, მაგი. ეს ლუზერო რა არის, ბექა, გამანათლე რა, მე შენზე მეტი უციგნური ვარ, ბექა. რა ხალია, ფანტინა და არიცი ვინცაა? შენზე მეტი ვაშკაცობა რო აქვს და თუ დაგითხრია, წიწილასავით რო წაგახჩობს, არიცი? ფანტინს ადახარ, აგერ წერს რაღაცას. რა უნდა ვახსენო, რეალური ბიჭო, რა გიკეთებია ცხოვრებაში, განათლება შენ არ აგაკ, დამსახურება ქვეყნის მიმართ შენ არ აგაკ. არაფერი წინააღმდეგ შენ ახლა რეალურად, გარდა იმისა, რომ სპარტფონი და აღმად დარბი ხარ, ჰეფელი არ გიკეთებია. ზიხარ, გააქვს ტროლები აწყობილი. მე მაინც ხო ვიცი ერთი 10-15 ტროლის ის აგაკ, მეტი აწყობილი, გვერდები გაქვს აწყობილი, ეს ფეიკები ხან იმას აზიარებ, ხან ამას აზიარებ, ხან ამ გაჭირვებული ემიგრანტების ფულზეზე ხარ, ხან მორგოშია გადმოგიგდებს 2 კაპიკს, ხან უშიშროება გადმოგიგდებს 2 კაპიკს, ხან ვიღაცას გააპიარებ. ბექო, იგი რაფერი იყო? მეო სინდისის ბიჭებსო, მე ხომ აქ ის ვიდეო. ხო ჩაგიგდე. როგორ წერდი ერთ-ერთ მანდილოსანს, რომ მეო ნემსაძეებმა ლანძღენდა მაგინესო, მაგ მარგინალებმაო და ამიტომ სინდისის ბიჭების იმასო, რა ქვია, აქციასო არ გავაშუქებო. ბექო, შენ ასე არისო? ნეტი ფაქტი რა დაგიდო, ფაქტებს გიდებ თავიდან ბოლომდე და. ბექა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ მანდილოსანს ელაპარაკებოდი, შენ უფრო იცი, მაგი. შენ უფრო იცი. აი ესეთი ბინძური რატო ხარ? ხო, ის კი, მე როცა უკვე გაგედო სიგანეზე. მაგ ვიდეო ატყდა რომ სადაა ეს ყოვლის გამშუქებელი. აბარა ბექა, აბარა. ლუზერი რა არის ერთი გაგვიმარტე ბექა. რა
რამდენი ხანი ისე ერთი უნდა მეთე თქვე თბილისში რომ ვიყავი, კაი გემრიელად უნდა დამენგრია შენი ცხვირბილი. ბჭო, ჩემნაირი ადამიანი, რომელიც სისტემას უპირისპირდებოდა, ხო? მე შევძანდი ერთი პარლამენტში იყო, თუ ისე იყო, თუ სამინისტროებთან იყო. მე პირდაპირ შევდიოდი კონტაქტში და მქონდა დაპირისპირება. შენ ვის დაპირისპირები ხარ? შეუბედურ დღეზე გაჩენილი. და მიტოვა რა აქ? და შენ ვინ გეხება? ეხლა ბიჭო, როგორ ტროლების პროფილები როგორ მექნება ადამიანს, რომელიც ემიგრაციაში ვარ და ხანდახან 12 საათი და მეტი მუშაობს. სად მცალია ტროლებისთვის კი არა, ჩემ პროფილზე ძლივს დამწერია პოსტი. ვერ მიხვდით თქვენ ყურნებო მაინც იმდენს, რამდენჯერ ხან სამსახურიდან მქონდა ლაივი, ხან იმიდან, მაინც ეს ჭორების გამავრცელებელი საზოგადოება მაგრები ხართ ის. პოლიციელს რო აგინე და რომ მიდი მე მოდიო და დაგიჭირენ, ხო, შესაძოდა. ბექო, შენ ხო ეროვნული ბიჭი ხარ და თქვენ ხო საერთოდ ალტინფოს სასტავი ეროვნულები ხართ. მე რო დამეჭირეს დიდგორობა დღეს, ჩემ ბიჭები რო დაიჭირეს. რატო ვერ გაბედე? ტრაკი რატო არ გიყოთ იმისი რომ გეთქვათ რომ ქართველი ბიჭი. აი ხო, მე არ გევასები რა. რატო ვერ გაბედე? Facebook-ების რემონტში გქონდათ, ბექო? ლუზერი რა, ამიხსენი, აი ლუზერი რა, არ ვიცი ლუზერი რას ნიშნავს, ბექა. ან შენი ვიდეო როა, რომ ხალხს ემუქრები, რომ ოჯახის წევრებს ასე უზამ და ისე უზამო. მე ხო სოციალური ქსელის მამა ვარო და ოჯახის წევრებსო გაგილანძღავთო და ასე გიზამთო. კაცმა რამე დაგიშავა ოჯახის წევრებთან რა გინდა? თუ ბინძური არ ახარ. ტროლი ხარ თავიდან ბოლომდე, კაცო, ტროლი დამანებე თავი ერთი კაცო. ვის ემუქრებოდი? მე არ ვიცი ვის ემუქრებოდი, მაგრამ ემუქრებოდი. ვის ემუქრებოდი? კაი, მოიცა ბექა, აი ახლა მოცალე ერთი წამი და ახლავე გაჩვენებ. არ გახვიდე ჩემი ოქრო ბიჭი. არ გახვიდე ერთი წუთი და აუცილებლად გაჩვენებ ვის ემუქრებოდი თან ოჯახის წევრებსო. ეს იყო შენი ისა რა ქვია, განცხადება. ძალიან კარგი რომ შემოხვედი და მგონია ვაჟკაცობაც გიყო. ისე უნდა დამეთე თქვე მაგ რო ვიყავი, კაი გემრიელად, იმიტომ რომ ღირსი იყავი. კი არ უნდა გადამერჩი. რატო მაგინებ, ბიჭო? ხო იცი რომ შორსა ვარ და აი როცა ჩამოვალ ხო იცი რა დღეც გელოდება რა, აი ადამიანურად. რატო აკეთებ ამას? ხო იცი რომ ვერ გიშველის ვერა. აი ახლა გაჩვენებ და ვის ოჯახსაც ემუქრებოდი, ეგ შენ უფრო იცი. არ ვიცი კაცო, შენ კაცობაზე შენ თვითონ ილაპარაკე. შენ კაცობაზე ილაპარაკე შენ თვითონ. და რა დამსახურება გაქვს ერთი ასეთი? მე მგონი ესა, მოიცა ბექა? მოიცა. და გინოთ ახლა ისეთი დამწარებული ვარ, რა კომენტარებს წერთ თქვენ შობელს სახლებოთ თქვენ და გადაგივლით მიწასთან გაგასწორებთ. ნიღაბს კი არა და გაგამარგინალებ მთელი ოჯახის წევრებს ვიპოვით თქვენსაც სოციალ მედიაში ვერაინდ დაბემალებით ვინმე თუ საჭირო არის მიწასთან გაგასწორებთ ოჯახეთად გიქცევთ ცხოვრებას აი ამ განცხადებების გამო რასაც მე იმიტომ რომ აი ხო გეუნებით უკვე მოთმინების ფიალა დავკარგე კმაყოფილი ხართ ამისა შეგაგინო მთელი ოჯახის წევრებს ვიპოვით თქვენსაც სოციალ მედიაში ვერაინდ დაბემალებით ვინმე თუ საჭირო არის მიწასთან გაგასწორებთ ბექა ოჯახის წევრებს ასერჩი ვინდადო მე რა
დედაშენს იმაზე მეტი გაჭირვება რა უნდა ქონდეს შენაირი შვილი რო ყავს შეუბედურ დღეზე გაჩენილი რა დედაშენის ფოტო და რა ბოდავ ბიჭო ამ ხელაგაცი აი ეს მთელი სიბინძურე ვინ ჩემები შეეხენ დედაშენს ვინ ჩემები შეეხენ დედაშენს მართლა მაინტერესებს ფაქტები იმაზე მეტი რა გითხრა ხა ცოცხლად ვიყავი და რაც იყავი იმას გეუნები ახლა აგერ დაგიდები კიდე რა დოსი არის შენზე რის გამო გავაგდნენ ქართული მარშიდან და წადი ახლა და სანდრო ბრეგაძის მოთხოვე რატო არის და რანაირად არის ხებზე არ ამაქვს ლაპარაკი აბა ახლა მე ხوار ვიქნებოდი ვიდეოს ხوار გადაგიღებდი ახლა სექსუალური კონტაქტის დროს თუ ამის დროს რა ჩემი საქმეა ჩემზე რო ვიღაცა მაგი თქვა ასე სერიოზულმა ადამიანმა მე მივარ და პასუხს მოვთხოვ ხო აი რა დოსიე გაგაჩნია შენ აი რა დოსიე საერთოდ რას წარმოადგენს ხო რა წამებული არის თუ უწამებელი არის თუ აწამეს მაგის სხვა არის ახლა მაქვე ცხოვრობს არც ისე შორს შენგან თბილისიდან კაცი აი წაგიკითხე რაც თქვა რატო ვერ მიდიხარ პასუხს რატო ვერ თქვა რატო იცევ როგორც კურდღელი 4000 კილომეტრის იქეთ წასული ადამიანს რატო მაგინებ არ ვიცი მე ქალის პროფილით გლანძღავს თუ კაცის პროფილით გლანძღავს მაგი შენ არ გვიე მაგია ეჭვები მაგია ჭორაობა ხა რასაც შენაკეთებ ბექა მაგი არის ჭორაობა და ამ დოსიაში ბევრი ხართ ძალიან ბევრი ხართ შენც ახარ ბურგოშიაც არის ნინულიც არის სხვებიც არიან გინდა განახო რომ ხელა გადაეც შენ კურატორებს იქ შეხედე ბეკუ აი რამდენი ხართ ყველაზეა ეს ინფორმაცია აი ნახე ახლა შეხო გესმის კომპიუტერული ტექნოლოგია აი შეხედე რამ ხელა მონაცემებია ახლა მე იგვერ დაგადგებოდი შენ რა შვებოდი და როგორ შვებოდი რა გაინტერესებს LGBT ორგანიზაციებში მოიძიო შენი თავი ამას ყველაფერს გადამუშავება ჭირდება აი ნახე წყაროები კავშირები აი მაგალითად როგორ მუშაობს უშიშროება ლუზერო მაინც რატო არ მithარგმნე აი 24 თებერვალი აი როგორ მუშაობს უშიშროება ვითომ რო იცოდე რა სხვა დროს შეხედე აი გურამ ფალავანდიშვილი შენ ძმაკაც ბატონი მამფალი როგორ ესაუბრა უთხრა ასე შემდეგ თუ შენ გაინტერესებს ისა შენ თავი ნახო რასიზამ ახლა ზოგი ვორდშია ზოგი ექსელშია აკრებილი ზოგი სადა შენ თავი გინდა ნახო ძალიან გაინტერესებს ოღონდ მანამდე მითხარი ლუზერი რას ნიშნავს აი ნახე რამდენი ამ ხელა მონაცემებია რა საპატრიარქოში შენ და ნინული რო იყავით ესე მასქნილები მოიცა საცუდავი ვარ კაი მოიცა ხბეკ მოიცა მე ვიცი ახლა ამას როცა შენ გეტყვი იმიტომ რომ შენ ეტყვი მორგოშია ეტყვის თავის პატრონებს მე ისედაც იციან მაგათმა ახლა თქვენ დონეზე საერთოდ ადამიანი რატომ უნდა დავიდეს სალაპარაკოთ მაგრამ ხანდახან მეც მაქვს ხიარულობის ხასიათი და აუმხიარულდეთ ბექა მაინც ბიჭო იმ გოგომ რა დღეში ჩაგარდო რა ამ ხელა კაცი ჩაქხა და საქვეყნოდ აგერა ადიოს ლუზერ მე არ ვიცი ახლა თქვენ ეროვნულებს დიდი განათლება გაქვთ და მე არ მაქვს მაგ ხელა რას ნიშნავს ლუზერი მივხედავთ იმისა რომ ევროპაში ვარ მაინც ბნელი ვარ
ბექას უნდა ენდოთ ვარდოსანიძეს. ბექა არის განათლებულესი პიროვნება და ამის თავზე სისქვილის ქვა არ დატრიალებულა თუ არა? ყველაფერი იყო. მეცა ბექა იცოდი შენ შემოგევლე. ხო, ბექა, აი მივედით აი. შეხედე ბექა, გადაეცი ახლა იმას, ვინ შენ ფულს გიხდი, შეხედე რამხელა მონაცემებია. კარგად გადაეცი ახლა. თქვენ რო არ გიჭერდეთ ერთი ადგილი, კობასუფელიანის დაფინანსებით დაწყებული. ხო, Word-ის ფაილშია, აბა ახლა სადა. Excel-საც განახი. ჩამოვყვეთ ახლა ბექა, შეხედე. უცებ შენ თავის აღმოჩენასაც შეიძლება ნახო. თავარია სამართველო მოვნახო ახლა მე, რომელიც შენ გეხება. აი შეხედე მეორე განყოფილება სუსის ნასეტკების. აბა ნახოთ. გინდა შენ თავიც ნახო? აუცილებლად როცა ვნახავ ლაივს ჩაგიწერ. აჰა. აი მეორე განყოფილება. სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ავტომობილი. აკმა რა თქმა შენ და შენ პატრონებს. იცი რამდენი კომპრომატია? რომელი გაინტერესებს? საყვარლები ხო არ გაინტერესებს? შენ საყვარლები ხო რა მოუყარო? აი ნახე. არ ვარ მე მართლა შენსავით ბინძური ადამიანი. თავის დროზე მეგონა ნორმალური ადამიანი და თავის დროზე მართლა მეგონა რომ რაღაცა წარმოადგენდა, მაგრამ იქ ეროვნულ მოძრაობაში ვინც იყო ამ მოძრაობებში და ამ იმგანში, ესეთი ვირთხები იყვნენ. ერთსულზე იყო ჩასაფრებული იმისთვის, რომ ფეხი გადაბრუნებულიყო, ეს და არაკაცობები ეკეთებია. ამის კაცობას ვინ უნდა ელაპარაკოს? რა უკეთებია საერთოდ? დარბისა ჭორაობს, დაჭორაობს იქეთ. არ ვიცი ახლა ჯულუხაძე შენ მოთხოვე. რა ბექა? რა გაინტერესებს? გინდა ბექა, აი შეხედე, აი ეს პროგრამა, რომელიც ასევე სუსის ამბავს მოყვა. შეხედე ბექა. აი ახლა აქ მოუძებნოთ შენი სახელი და გვარი. ჩვენ მოუძებნით თუ არა მას. შეხედე? ბექა. არა, აქ ჯერ გვარი, ბოდიში. ვარდოსანი. ბექა. მე თუ უტყვი რამის? აი ნახოთ ახლა. ეს ხო ლაივ რეჟიმია. ბექა, რომელი ხარ აქედან შენ ახლა? რომელი ბექა ვარდოსანიძე ხარ? დადევი შენი ხელით თითი. ეს ხო არა ხარ? პირველი. შენ პირადი ნომერი იცანი? აი ბექუნა. აი ამაშია საქმე. თქვენ თელ თქვენი ცხოვრებას ისე დაასრულებთ. აი ისე არაკაცურად დაასრულებთ, რომ თქვენ სალაივო ოთახს არც შენ, არც მორგოშია, არც მარტინენკოები, არც მახარაძე, არც ის რა ქვია იმას, ქარდავა ხო ერთი რო ყავთ კიდე, არც ის ქუჩუკი. ბიჭო, თავს დებთ რომ ეროვნულები ხართ. არც ერთს ქართულ ჯარში არ გიმსახურებია და პატრიოტები ხართ. არც ერთს. გინდა შევამოწმოთ ეს ტყუის თუ არა ეს პროგრამა, მოიცახერცვით მაგას. არც ერთს ქართულ ჯარში არ გიმსახურებიათ. არც ერთ ომში არ მიგიღიათ მონაწილეობა. არც ერთი სისტემას არ დაპირისპირები ხართ, რომ თქვენი პრობლემა ყოფილიყო. თქვენი პრობლემა ყოფილიყო. 5 ივნის ამბები რო იყო, აი ხლა წლის თავი მოდის ამ ბიჭების დაკავების. კარგად გაიხსენე ბექა, კარგად გაიხსენე. მთელი საქართველოდან ჩამოსული ბიჭები იქ თქვენ არავის
ტყუილად უბრალოდ მეგაფონი გეკავათ ხელში და ბოდიში და გამოტყნაურდით იქ და წიოდით და კიოდით. თქვენი ხალხი არ იყო ის პრობლემისთვის მოსული ხალხი იყო. თქვენ ვითომ ჩაუდექით სათავეში. და ხალხი მოსული გულანთებულ ხალხს ნაცების კარვები ვინც ვერ ხვდებოდა. ნაცების კარვები ააღებიეთ იქ და 500 კაციო მახარაჯე რო გამოვიდა. მორგოშიას გაყევითო და მორგოშიაო აბო თქვენიც ის. ის ოფიცერი დაარბიეს. ის კარვები აღარეს. საცემი ცემეს. და ერთი მაინტერესებს. ეს ბიჭები ყველა რო დაიჭირეს. არც ერთი თქვენთაგანი როგორ არ დააკავეს. არც ერთი თქვენდანი რატო ერთს დაანებეთ თავი პასუხი გამცეს. ხო, მაგარი ბიჭია, ხო, სადა ქვეყანას ელაპარაკება. გამეცი პასუხი შეკურდღელო. და სხვა კურდღლებმა. რო დავიშალეთ ყველა და ზოგი დასავლეთში წავედით. ზოგი თბილისში, ზოგი აღმოსავლეთში დარჩა. მეორე დღეს რო გამოვიდა გირჩი და თქვა, მეო აქო ამას ვატარებო 12 საათზე იყო თუ 2 საათზე იყო. 2 საათზე იყო. სანამ ჩვენ მოვიკრიბეთ, სანამ ჩვენ შევიკრიბეთ, მთელი საქართველოს დაქარია ძალიან ბევრი, ბექა გოცირიძეც აქა, მაშინ იქ იყო. სანამდე ჩამოვედით, თქვენ არც ერთი რო სახლიდან არ გამოდით და იქ რუსთაველზე არ გავდით. ასე არ იყო? და იქ რო მოიკრიბა ხალხი და რო ადგედა ტელეფონზე დარეკეს და რო დაგირეკეს, დაანებეთ თავი გამეცი პასუხი. პასუხი გამეცი ბარდოსანიძე. პასუხი გამეცი. და რო გითხრეს, ბიჭო ეს რა ხდებაო? შენ და თქვენ რა უპასუხეთ? ჩემი დაანონსებული აქცია არ არისო, ჩემი დაანონსებული იყო 5-შიო, 6-ში ჩემი დაანონსებული აქცია არ არისო. ამიტომ მე არ გამოვალ. და იქ ხო ტელეფონზე გაგინეს სამდა ქვეყანამ და იძულებული გახდით. მე ამდენი ხალხი რო დაინახეთ, გარეთ გამოსული ყავით და აიმე 5-6 ივნისის ბიჭებიო მიიწევთ. მე ის ბიჭები დაიჭირეს. თქვენ კი მაგ აგდიხართ. ფული შეაგროვეთ 200,000. პარტიაში რა უნდა გელაპარაკოთ, ბიჭო? რა უნდა გელაპარაკოთ? ბექა არ გახსოვს მე შენ შემოგევლი, ახლა კი ხარ ამერიკაში, მაგრამ შარშან ზუსტად 1 წლის უკან მაგ დროს ხო ვიყავით შენ შემოგევლი. ხო ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ხო ხელის გულზე ხდებოდა. არ გახვიდე შეკურდღელო, პასუხი გაგვეცი. ახლა კი ვართ ჩვენაირი ხალხი გაქცეულია, შენაირი მაქანიან და გულაოდენ. არ იყო ასე? მე რამეს ვიტყუები? და იქ დადგმული ჯვრის ხვებით LGBT დროშა რო აქნები ეს და იქ მახარაძე და ესენი მე რო გამოჩდით. ასე ხო იყო. მე რა შეკურდღელო, აი გენაცვალე ბექა, ასე იყო აგე რა, მანდილოსნებიც იყვნენ იქ და ახსოვთ ყველას ყველაფერი. მე რო წამოჯექით და ამ ხალხის გამო ფული რო ააგროვეთ და ზაქარეიშვილი რომ მიიღეთ, ბიჭო, პარტიაში. ბექა, როგორ იყო? ზაქარეიშვილი რომ მიიღეთ პარტიაში. გამეცი ახლა პასუხი. ბექა. შენ პირადი ნომერი და გაჩვენებ შენ ვინც ახარ ახლავე მოგძები. იაჯე, შენი პირადი ნომერი კი არა, თუ რაც იღარ ივანიშვილის პირადი ნომერი არაა პრობლემა. შეკურდღელო შე. აი მართლა მაინტერესებს გამეცი პასუხი ერთი ნუ უშლით ხელს რა მაგას აქ გასაცემი პასუხი. ბექა, შენ ხო იქ იყავი? გაგვეცი ალტინფოს სახით. რატო დაიმალეთ მეორე დღეს კურდღლებივით? რატო ჩაიჯიბეთ ის ფული ჯიბეში და რატო დაუნიშნეთ გვერდით ისა რა ქვია? გამეცი პასუხი, შენ ხო ხარ ალტინფოს სპიკერი? ხო მაგარი ბიჭი ხარ. სად გაქრი? გაჩვენებ ახლავე შენ თავს, პაიძემული.
ჩემი პირადი ნომერიო ესო ყველაფერი ტყუილი. რაში მაინტერესებს შენი პირადი ნომერი და ნებისმიერის პირადი ნომერი, მაგრამ მომეცა იმის საშუალება რომ მთელი თქვენი მფარველების, მთელი სუსის ცოდვები ჩამوارდნოდა ხელში და საწადი შეკურდღელო, მოდი აქ. მე გაიყურსა ბიჭი. მე გაიყურსა. მართლა მაინტერესებს საწადი. აი ეს არის ბლოგერი, რომელსაც თურმე 30000 გამომწერი ყავს. ეს ვაჟბატონია. აი ეს არის ამათი სუსი და ამათი ნასეტკობა. აა 75,000 ყავს ერთ გვერდზე. ალადეც. მაგდენი თუ ყავს, მაშინ კაცი ყოფილიყარ ცხოვრებაში. ალადეც. 4 გვერდი კიდე გააქვს? რაფერ მოახერხე ბიჭო ამდენი? ხალხი იმას ტრაბახობს 4 ომის მონაწილე ვარო, მე 2 ომის მონაწილე ვარ და შენ 4 Facebook გვერდი გაქვს კიდევ, მალადეც ვიცია. ამდენ რაფერ მოახერხე მართლა მეგურს. მალადეც ვიცია, გელი ხარ. გამეცი პასუხი რაც მოგიყევი იმაზე, სად იყავით შენ და ალტინფო? სად იყავით შენ და ალტინფო? 6 ივნისს სად იყავით შენ და ალტინფო? გამეცი პასუხი რატო არ გამოდით არც ერთი? და რატო დაუნიშნეთ ეს ნაძირალა? ეს ნაძირალა რატო დაუნიშნეთ? შენ რა იცი, ხო? მე რა ლაივს დავასრულებ. რატო არ გამოდით არც ერთი, რატო ხართ კურდღლები? 200,000 რო აგროვეთ და ზაქარაიშვილი პიდარასტი დაუნიშნეთ ხალხს. რატო აგინეთ 9 აპრილს? რატო აგინებიეთ 9 აპრილს? ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, თქვენ თუ ეროვნულები ხართ, გამეცი პასუხი. ხო ხარ შენ აგერ მთავარი იდეოლოგი, ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ხო ხარ მაგათი? გამეცი პასუხი. შენ რა იცი? ასეა ვიცი, არავინ არაფერი არ იცით. მე გამოხტებით და პარტიაში ყველასო შეუძლიაო მიღებაო. ჩვენ რა შვაში ვართო თუო, ზვიადი და მერაბი ლანძღესო. მეო რა შვაში ვარ? არ ვიცი შეინძახოდი ასე. კამალა ჰარისმა და ფაუჩი. ეს ისეთი გნიდაა ხალხო? ისეთი გნიდაა, რომ მე რა სიტყვის ახ პატარა ხანში ცით? ამათი ფსიქოლოგია 5-იანზე ვიცი. მეო საერთოდ არ ვილაპარაკებიაო ამ ხალხთანო. ვიღაცა სხვა ბექავარდოსანიძე იყო, ჩემ პროფილი ქონდაო გაკეთებული, მე რა შვაში ვიყავი, კაცო, ეს რას მიგონებდო თქვენო ამ იმას. ხო, რა ვიცი, ასე მე შენ ლაივებს არ უყურებ და ასე გითქვია ბატონო, ეგ ბაკურსვანიძემ თქვა და კითხე თუ არ ვიჯერა. არ ვიცი, იმასაც კაი ნერვები აქვს შენ თუ გისმენს. მე ბექა შენ 10 წუთი ვერ გისმენ. იმიტომ რომ ისეთი მაღალი ინტელექტი გაქვს, რომ მაღალი ინტელექტი და მით უმეტეს შენ კაცობა და ვაშკაცობა რო ვიცი, საერთოდ რას წარმოადგენს, ბექა? საერთოდ ასეთ შემთხვევაში ხო?
აუ გაბრალებს. არ ვიცი გითხარი ბაკურ სვანიძემ თქვა და. შენი არ ჯერა და ბაკურ სვანიძის ბჯერა სიმართლე გითხრა. რო იტყოდი კიდე არც ის მიგვირს. იმ შეგნების ადამიანი ხარ. წიგნი არა გაქვს წაკითხული. ჯო ფაქტი გამეცი, ფაქტი, პასუხი, რატო არ გამოდით 5-ში რო იყო აქცია, 6-ში რატო არ გამოეთხრიეთ? სამ ხალხი არ ჩამოვიდა, რატო მიეცით გირჩევს თუ თქვენ მართული ნასეტკები არ ახართ? რატო ლანძღეთ 9 აპრილს? ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. რატო აგროვეთ ხალხის იმით ფული და ზაქარეიშვილი დაუნიშნეთ ადვოკატად? რატო გააკეთეთ ეს? რატო ქენით ეგი? ხო, შენ იყავი შეკათამო მაშინ, აი ხალხი რო ჩვენ რო დავბრუნდით იმიდან დასავლეთიდან და ხალხი რო დაბრუნდა უკან, აგერ ბექა გოცირიძეც იქ იყო, ახლა ამერიკაშია. რო დაბრუნდა ხალხი და რო გირჩმა რო დაანონსა 2 საათზე რო ჩვენო უნდა გამოვიდეთო და პარლამენტთან უნდა ჩავატაროთ აქციაო. რატო არ გამოეთრიეთ არც ერთი? რატო მოგასწროთ ხალხმა ჩვენ შევკრიბეთო ხო? რატო მოგასწარით მე პირადად და ჩემმა ბიჭებმა ქუთაისიდან ჩამოსვლა ემაში თბილისში და მერე მოეთრიეთ. შენ ის მარტინენკოებს და ტელეფონზე რო ტახდა ცოცხლის გინება ატყდა, გუშინ ამხელა მიტინგს იძახოდი და დღეს რომელი სადახართო. სანამ გირჩი და პოლიცია არ მოიყარა იქ. ვერ გაიგე, ხო? ბებში კი იყავ შენ. მოდი მერე და გააშუქე. შეკონდა ბექა შეტაკება? შენ კონდა თქვენ ბიჭებს, ხო? დედა. ბიჭო, სინდის ნამუსი მაინც არა გააქვთ. ცხონებულმა ბაბუაჩემმა იცოდა თქმა, ბოზმა ტრუსიკის აწევა თუ მოგასრო ვერაფერს დაუმტკიცებ. ანდა მამრალე. ძმურად ახლა თუ ერთი კიდე აქ ბექა გოცირიძე ჩვენ ძმა უსაყვარლესი ეროვნული ნაკრების მაისურით ათამაშები გოლიც განატანი და ერთ-ერთი უნიჭერესი ფეხბურთელი და ქართველი კაცი და ვაშკაცი კაცი ახლა ემიგრაციაში არის იძულებული წასული ახლა ალტინფოილი კი არა გლავარი ალტინფოილი ბექასავით იშდეს და რემონტებს აკეთებდეს სახში ლაივებით და მანქანები შემოდიოდეს თუ ძმა ხარ ასე ხო იყო კიზევით კი დაგიწერა კიო და ბევრმა კიდე სადეგდეთ სად ჩასრულები იყავით ომი იყო თქვენ არ ახართ აი ეს ამბები არის თუ უშიშროებამ არ მოგცათ ფას გადით გარეთ არ გადიხართ თუ ვინმე მე ამ დაკავებული ბიჭების ამბებზე ახლა ბიჭო თელ ცხოვრება შრომის ხალხი ვარ და გაჭირვების ხალხი ვარ თუ ადამიანმა არ იმუშავა და ოჯახი არ შეინახა რემონტს და მანქანას კი არა ვერაფერს ვერ გააკეთებს დაამჯდარ ხარ ამ ეთერებში და მათხოვრო ფული ჩამირიცხეთ იქ უშიშროება გაძლევს ფულს იქ ვიღაცა დაგიკვეთავს და დაიწყებ იმის რა ქვია პირველად გახსოვს ის გულისთვის კეჭხუბე გახსოვს შეუსინდისო ბიჭო სულ პირველად რის გამო მომივიდა კონფლიქტი შენთან შენახული მაქვს სკრინიც ანადოლიძის უკანალში რო შეძვერი არა ბებიაშენისა ხო იცი მე ან უშიშროების ფულს იღებ შენ ან გაჭირვებული გაღატაკებული ემიგრანტების ფულშან და ემათხოვრები ფული დამირიცხეო ან ადგები ასე და შეუძრები უკანალში ანადოლიძის ნაირს და გამოხდები და პერიოდულად გააპიარებ არა ის როგორ იყო ერთი ამ დაკავებულ ბიჭებს მეო ნემსაძეებმაო ისენ ლამძღენ და მაგინენო მეო არ გავაშუქებ მეო დათო კუტალაძის ამბავსო რავა გავაშუქებ უშიშროების ფულზეზე ხარ ვიცია და რავა ახალი ამბავი ბექა შენი ნაირნამუსიანი ბიჭი ხარ შენ რავა იდო კაცო ფულს ქემაიც არ ვიცოდი რა ფულის მონახარ ქართულ მარში რო გეკითხა იქ იყავი და ხელფასს ვარ გადაგიხდიან არ მოდიოდი ერთადერთი ოპერატორად ბრიგადამ გიდა დააგდეთ ეშობელძაღლიო ერთიო და მიეცით ფულიო და მიეცით ერთი ოპერატორად მაინც ყავდესო იმიტომ რომ ჩვენ თუ ყველა ვიყავით დაჯახებული ვიყავით პოლიციასთან და მიდიოდა ჭიდაობა ძიძგილაობა და აი ეს კიდე წამოპლაკული იყო ასე
ბექა, მაგბიჭები რო გეწოდება, მაგბიჭები ძმა ვარიან ციხეში და აი ვარდუსანიძე ეგ რა წამვლაგული. და აგერ დიდი ეროვნული კაცი და ხო ხედავ რეევსერს. აი ესა ხალხმა ტვინი თუ არ გაანძრია და თუ ვერ ისწავლა, რომ აი ესეთი კურდღელი. რაიო? იაზბოდიალოს? აი შელუზე რომ კაციშვილი მთელი ქოცების ტელევიზია რომ გებრძოლდათ. მე ქოცების ტელევიზია მე დაარსებიდან მებრძოდა. მე? 500 ლარი ტელეფონისთვის მოგცე? არ ვიცი, მაგი ახლა რამდენი მოგცა, მაგი სანდრო ბრეგაძეს კითხე. ლაივის გაშუქება 500 ლარი ჯდებოდა შენი საშუალებით? აბა რა ვიცი, ეროვნული ვარო და სამშობლო მიყვარსო და მიწის გაყიდვის წინააღმდეგი ვარო და უანგაროთ ვარო და ასე ვარო და ისე მე რაღაცა ემიდან სვანეთიდან ჩამოსული, ჩამოთრეული რაღაცა გოდრით ქირით ცხოვრობდი, მუშაობდი და აქციებზე დავდიოდი და ვიბრძოდი და შენ 500 ლარს თუ არ მოგცემდნენ აქციაზე არ გადიოდი? არ იყო მნიშვნელოვანი საინფორმაციო ომის გაშუქება, ხო? არა, ფული ჭირდებოდა ამას ყველაფერში, მართალი ხო შენ? ჩეკიც გააქვს შეგენაცო. და ტელეფონი იყიდე, ხო? შენ მოგიყვდა ჩემი და. შენ რო არ ყავდე საქართველოს, ბექად დაიღუპებოდა მთელი სამშობლო. პასუხი გამეცი. რატო შეძვერით 5-ის მერე ლაკორიაში და გარეთ რატო არ გამოყავით თავი? რატო არ მეეთხრია იქანე სანამ ლანძღვაგინება არ დაგიწყო ხალხმა და იმ დაკავებული ბიჭების მის გაშუქება რატო არ გააკეთე? ეიო? ნუ მე ვიცი ბექა, შენ ტელეფონი თუ არ გააშუქებდა ლაივს 500 ლარში. ეს ტელეფონი ვერ გააშუქებდა. ესეთი ეროვნული აი შეაფასეთ ახლა ეს. ლაივის ჩაწერაში ითხოვდა 500 ლარს. გაჩერდი შეკურდღელო. ლაივის ჩასაწერად კი არ უნდა ყოფილიყავი 6-ში, ხალხი რო ჩამოვიდა რაიონებიდან, იქ უნდა გდებულიყავი. შენს და ის დანარჩენი კურდღლებიც ტელევიზიაში რო არიან და ტკილ-ტკილ-ტკილ ისმენს რო არაფერს არ აკეთებენ. 2 საათზე რო გირჩმა დაანონსა აქცია და 7 საათზე 8 საათზე სანამ ლანძღვაგინება არ დაგიწყოთ, ხალხმა რო არ გამოადგით ფეხი იქიდან, იქ უნდა გდებულიყავით. იქ წინა დღის დადგმულ ჯვართან. ბექა, შენ რანაირი ბიჭი ხარ, იცი? შენ დღეს საინფორმაციო ომის მამა ხარ. ხვალ ომი რო დაიწყება, ხვალ არმიის გენერალი ხარ. ზეგ ეკონომიკა იცი. მას ზეგ ვირუსოლოგი ხარ. მას ზეგის მერე ეს რა ქვია, რაღაცა კიდევ მოხდება რა იქ თემაში და დაიწყება. მე აბორტზე რო წავა ლაპარაკი, აბორტიც ეცოდინება, აკეთდეს რა. ვის უნდა შეურიდე ქალბატონო ნაირა? ამ გაჭირვებულთან სალაპარაკო რამაკ, აი ამ დონის ადამიანთან ახლა ნახეთ რეებს წერს. რამაკ არაჯანსაღი ურთიერთობებით როგორ შეიძლება რაიმე ერთობა დადგეს. ფულს უარ მიცემ არც იმას და არც იმას. მალადეც ბექა, შენი პატრიოტიზმი, შენი ვაჟკაცობა, ყველაფერი ასია. აი ესაა ფაქტები. სამწუხაროდ. შენში თუ რამე კაცური არსებობს. როცა ჩამოვალ ბექა, ხო? როცა ჩამოვალ. ჯი რა ვიცი რომ ეს სვანეთთან მეპატიჟები საქმის გასარჩევ, ტარიულნიანთან თუ ვისთან? წინასწარ ვიცოდება ის. ტარიულნიანთან მეპატიჟები საქმის გასარჩევად? გაჭირვებულო შენ, ღვთის გლახა შენ მართლა. აი ესაა ხალხო რა. აი ჩვენო როგორ აი ეს ორღობე დაკავებულ ბიჭებს ამადლი და გაშუქებას. მე ამათ მოურღობებმა ჩვენო ბიჭი აგერო ჩვენ რო დაგვიჭირეს მაშინ იმაზე რა ქვია დიდგორობაზე
ჩვენ ტელევიზიაში ან იმსაძე თუაო როგორ გავაშუქებთო მაგას რემონტში გვაქვს. მე როგორ აი საინფორმაციო ომს აწარმოებს კაცო აგერ კაცი. ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ბექაია ვარდუსაინძე შენი ან შენი ბუდკატე თქვენი ორღობის ბუდკა ტელევიზიის გაშუქება. ბიჭო დაწყებული ახლა ვისაც აინტერესებდა ნახე. როდესაც რეალური საქმეს ეხებოდა საქმე შენ ორღობესთან ვინ მოვა საერთოდ სალაპარაკო. დაწყებული რასია ერთმა, რასია 24-მ, NTV-მ, რომელსაც 500 მილიონზე მეტი მაყურებელი აქვს, ჩამთვალა საჭიროდ რომ მოვეძებნა რუსეთიდან მოსულიყო და ჩაეწერა ინტერვიუ. როდესაც ვიყავი გადაცემებში და ტელევიზიაში კიდე თუ ვინმე დამეყენეს წინ სევდიები, მევდიები და ასე შემდეგ. ხო? ისე გაიქცა ყუდამოძიებული, აი როგორც შენ გარდი ხარ. შენ ახლა კიდევ ერთხელ გეუბნები, შენ მარტინენკო, მორგოშია, ახარაძე, ქარდავა. ბიჭო, რომელიმე ერთი თქვენ ცხოვრების ერთ წელი გამოგაყოთ ჯარში გემსახურად. ომში მიგეღოთ მონაწილეობა. რამე გაგეკეთებიათ უანგაროდ. ბიჭები დაიჭირენ. თქვენ რო გეკითხათ კაც, მიდით ასე მოუწოდებით საქვეყნოდ. თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, ბიჭები დასჯერი. თქვენ რა შუაში ხართ? აგარი ეროვნულები ხართ რა. აი, მიდით ხალხო. მოусმინეთ. ბექას აუცილებლად უნდა მოусმინოთ ბექას. იქ არ იყავი, აქ არ იყავი, შეკურდღელო, 6-ში რო გამოდი და გამოძუნკალდი და გავაშუქეო, ხალხი რო ჩამოვიდაო. ხალხი რო რაიონებიდან ჩამოვიდა, რო საქართველოში გეი პარადი არ ჩატარებულიყო და თბილისში არაფერი ჩატარებულიყო. იქ რო ეგდე, რა ქვია, ზაჰესიდან იმამდე 2 საათი ვერ გადი? შენ მარტინენკო, მახარაძე და ეგენი ვერ გადით რომ დაიკავებიათ ეკაობა რუსთაველის რონდომერი? ვერა ხო? თუ ტაქსის ფული არ გქონდათ. იქნება ვერც გაგიგიათ. აი ეს ახართ თქვენ. და ესა თქვენი ყალბი მოძრაობა. თქვენ გაფინანსებთ სუსი, ზუსტად ნუგზარ ფოფხაძე, გიხდით ფულს, რომ ასეთი ფსევდო ყალბიეროვნულები იყოთ, თქვენი ბიოგრაფიით დაწყებული, დამთავრებული ყველაფრამდე და ასე შემდეგ რა. ნეტა თქვენ იყოთ ხალხი და მე ვიყო გლახა რა. ნეტა მართლა მე ვიყო ყველაზე ცუდი ქართველი. თან გარხარია და ხანის ეყიყინები, ხარას ეყიყინები და კაცობაზე ლაპარაკობს შეუბედური. საქმე არა რა. ატო იბანძებ თავს. 10 კითხვაზე პასუხი შენ არ გაგაჩნია. როგორც კაცზე მოთხოვნის პასუხი არ გაგაჩნია. მე ვარ ცილის მწამებელი არარაობა. აი ეს ამათი სახე, რეალური სახე. ეკითხები აგერ იაგო და პასუხს ვერ ძებს. ზაჰესიდან არა ის ჭორებს რომ ზაჰესიდან ვერ გავიდა რუსთაველამდე და ისინიც დანარჩენებიც ვერ გავიდნენ იმედა საბურთალოდან დაემიდა რუსთაველამდე და ქუთაისიდან ჩავასწარით და მერე გამოჩნდა ბექა ვარდოსანიძე 500 ლარიანი მობილური ტელეფონით ლაივი გააშუქა თუ რა ხდებოდა. აი ასე ებრძვის ეს ბიჭი და ასე იცავს ეროვნულ კონსერვატიულ ძალებს. თუ ტაქსის ფული არ ქონდა. ვერთხი შეუბედურო ჩაგირიცხავდი. ამ კატეგორიას, აი
ამ დონის ადამიანებთან გაქვთ საქმე ხალხო. ეს ხალხი არიან ადამიანები, რომლებსაც რომ კითხო ქართული ეროვნული მოძრაობა, ახალგაზრდები, სახე ქართული ეროვნული ესეთი მარგინალები, ესეთი არაკაცები, როგორც ახლა ეს არის, ეს არსება არის, გელაპარაკებიან, რომ ბედნიერი საქართველო უნდა შექმნას. აი ბიჭი ხარ ბეკა. კარგი ბიჭი ხარ ბეკა. შენ გენაცო. რო ჩამოვალ, რო დაგინგრებ წვით პირს. შენი კივილი უნდა ესმოდეს ზევით, ზემოსვანეთში უნდა ესმოდეს შენი კივილი, იმ შენი ლანძღვაგინების გულისთვის. ასე არაკაცურად რომ იქცევი. ეხა გამოხდება ეს არაკაცი და ხვალ რას დაწერს იცი? რომ ეს თურმე არაფერ შუაში არ იყო, სხვა ვიღაცა წერდა ბექა ვარდოსანიძის სახელით. ეს იქნება. შეცვლი კაცო, შეცვლი. ამ გაჭირვებული ხალხის ფულით აბა რა სიზამ ახლა. მაინც ვინ ჩემ ფულს გიგზავნის იმისთვის, რომ Google Translate-ით თარგმნილი ასვენიო ეთერში, ტვიდისა და აქ იმას თავში. რა პედოფილების ამბავი, სათქვი პედოფილები კაცო. ბრიგადზე გააგდო ბექა ვარდოსანიძე ქართული მარშიდან, იმიტომ რომ გაიგო რომ ეს იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პიროვნება. აგერ წერია სუსის კრებსებში. პედოფილი არ არის იქ დაწერილი. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი. ამოარტყა პანღური და გააგდო მარშიდან. არ მithქვია პედოფილია. შენ წამოხვედი? ხო, მამა. ალბათ იმიტომ არ გადი ზაჰესიდან რუსთაველზე შენი საბრატია უნდა შეკრებილიყო იქ და ბალიშიკოვდი შინაგანად, ხო? ხო ბექა. მაგი შენ და ბრიგადზე მაგვიეთ ერთმანეთში. მე რასაც ხედავდი იქ, ის თქვი, ერთი ის თქვი, ის თქვი. ის თქვი, ერთი ის. ფაშისტები რო კლავდნენ და გადაგარჩინეთ. ერთი ის მოყევი, ის გააღები. ის თქვი, ის ერთი რო გადაგარჩინეთ და არ იყავი გადასარჩენი, შემართლა გადასარჩენო და გასაზრდილი. ამას 10 წუთი ვერ უძვლებდი და ახლა ყოველ წამში რაც ხებს წერს. რა ვიცი, ეგერა სანდრო ბრეგაძე და ეგერა ხარ შენ თუ კაცი ხარ მოთხოვებას უხდი. შენ იმნაირი შავი ბრილიანტი ხარ, ბექა ვინ გაგაგდებდა. ხო, სუსის ნაჭყობნებში წერია. იმ სუსის ნაჭყობნებში ყველაფერი წერია თქვენზე. ყველაფერი წერია. შენ რო სისტემას ეჯახებოდე ბიჭო და მორგოშიას, რომელსაც ერთი შვილი ბრიგაძეს მოანათლია, მეორე კვიციანს მოანათლია, მესამე დინარაძეს მოანათლია, მეოთხე კოდუას მოანათლია, მეხუთე ეს არ ვიცი ვის. ერთმა გაუზარდო შვილები და ბედნიერად და ჯანმრთელად ამყოფოს. აი ესეთი კაცი, რომელიც ირაკლი ზაქარიაშვილის ვერელებით ოფიციალურ მეტრაკეს და გირგვლიანების ლეშის გვამის მჭამელს უგაცრავად პარტიაში და 9 აპრილს და გამოყავთ ეს ბიონაგავი და ალანძღიებ ზვიათს და მერაბს. მე გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ ეროვნული ხარ? ეროვნული კი არა ხარ, ყოველოვნული ხარ, ვიცი? აჩვენე მე შენ პირადობის მოწმობა. შენ პირადი ნომრები, შენ არის ბექა ვარდოსანიძე, მარტო არაა საქართველოში.
შენი ამოგეცნო იქ. რაში მაინტერესებს ახლა შენ პირადობის მოწვევის ნომერი შენ კონდეს და მშვიდობაში მოიხმარე. დაბადებიდან გაკდა სიკვდილამდე გექნები. მაგის მეტი რო არა გაქვს სათქმელი, შეუბედურო, შეუდღეულო შენ. ვერ დაუდგენია დაბა. საწოდავია ხალხო, აი შეხედეთ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი მასა შემოვა და ნახოს ადრე თუ გვიან ეს ლაივი, რას წარმოადგენს ეს ვაჟბატონი. ვერ იცანი, არა უშავს. არა უშავს, აწი იცნობ. 75,000 გამომწერე თუ ყავს ბექა, მაშინ ხარ კაცი. 75,000 გამომწერე თუ არა ყავს, ვაფშე ადამიანი არ ახარ. აი ესეთი ჭორიკანა არაკაცები, აი ეს ჭორიკანა არაკაცები გამოდიან ჩემნაირებს ლანძღავენ, აგინებენ, აფურთხებენ და თვითონ იძახიან ეროვნული ვარ, ეროვნული რა. აუცილებლად გამოიყენებ ბექა შენ წინააღმდეგ. აუცილებლად. აი ეგ არის მეგობრებო რა, აი ეგ არის ეს ქათამი, ეს უთავმოყარეო ახლა კაცის რომელსაც აი ასეთი აი წარმოიდგინეთ კაცის ფსიქოლოგია, რომელიც კაცი ელაპარაკება და დააკვირდით ამის ბოდუას აგრადად წერს. ჯერ კაცი უნდა იყო სამშობლოს მცველი, ოჯახის ღირსების დამცველი, საკუთარი ღირსების დამცველი. აი მის თავი დაუცველი, ვინ უნდა დაიცვა? ამ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. გამეცი ბექა კიდე ერთხელ პასუხი. რატო არ გამოეთრიე 6-ში, როდესაც გირჩი იკრიბებოდა რუსთაველზე. გამეცი პასუხი. და რატო მოეთრიე მაშინ, როცა ჩვენ ქუთაისიდან ჩამოვედით. ელემენტარული კითხვა. გაიხარეთ მოვალ. აი ამ ქათმოსანიძეს და ამ სამი ლაივი ჩაწერე. აუ შემოგევლე, სამი ლაივსაც ჩაწერე ბექა. რუსთაველზე, ხო? რომელ საათზე, ძმა? რატო არ მიეთრიეთ იქ და რატო არ შევუშალეთ ხელი? იმიტომ რომ უშიშროებამ მოგცათ ეს დავალება. ხალხი როდესაც მოვიდოდა, უნდა გამოგეყენებიათ ეს მასა და ნაცების კარავი უნდა აშლილიყო. ეს ერთი. მეორე. აი ის LGBT-ების ოფისი უნდა დარბეულიყო. და მაგ ფორმით და ბიჭები უნდა დაჭერილიყო და თქვენ უნდა ყოფილიყავით მშრალზე. და მეორე დღეს აი ამ ქათმებს უნდა ჩაეტარებიათ მიტინგი, იმიტომ რომ ეთქვათ, რომ საქართველოში დემოკრატია. ეგე ბექა ვარდოსანიძეს ვინ შეეხება? ბექა ხო სოციალური ქსელის მამა. ცოდვა ხარ, ცოდვა ბიზია, ცოდვა და ღმერთმა გიშველოს, აზრზე მოგიყვანოს. მართლა მეცოდები. მარტო შენ კი არ მეცოდები. აი ყველა მეცოდებით, აი ადუში მეცოდებით სულ ყველა რა. აი ყველა მეცოდებით. სათითაუროდ მეცოდებით სულ ყველა. შენც მეცოდები, ბექა. აი ის მთელი თქვენი ალტინფოც მეცოდება. აბსოლუტურად ყველა მეცოდებით რა. იმიტომ რომ არ შეიძლება იცი ადამიანურად რო გითხრა რომ აი ეგეთი პიტალო არ შეიძლება კაცი იყოს. არ შეიძლება იცი კაცი ხარ, მაინც ახლა ქალს რაღაცა სიშტერე
მომენტ შეიძლება შეეფერებოდეს, იმიტომ რომ მაინც ქალია და მაინც ხარ. ჯო კაცი რო ამნაირი პიტალო იქნები ახლა შენ რო ხარ. შენ ირგვლივ რო სიტუაცია ტრიალებს, ხო? ხო? რა უნდა დაგაბრალო. კაცი ცხოვრებაში არ გიმუშავია, არაფერს არ აკეთებ და ლაივების წერის მეც არაფერს არ აკეთებ. შედალოცილო ადამიანო და ხან მანქანა ვიყიდეო და ხან რემონტი როგორ ცხოვრობ? სახში ნამუშევარი რითი შეგაგ? აი მართლა მაინტერესებს. თავს როგორ ირჩენ? მე ვერ ვნახებ ასეთი მეთოდებით, რომ პატრიოტიზმში და იმაში რაღაცა კაცურად ან რაღაცა ყოფილიყო, კაცური სამსახური ყოფილიყო. მათხოვარი ხარ, აი, ჩვეულებრივი მათხოვარი ხარ, ბექა, იმიტომ რომ შენაირმა მათხოვრებმა, ხო? შენაირ მათხოვრებმა გაამარგინალეს ეროვნული ფრონტი. აი, ამაში არის საქმე და აი, ამაში არის უბედურება რა. რომ შენ რო გკითხოს ადამიანმა, ხო? მართლა სისტემას ეწინააღმდეგები და მაგარი ბიჭი ხარ. ჩამოვალ ძმაო, ჩამოვალ საფრანგეთში და გინახულებ, ახლა ამ ქათმოსანას რო კითხო, მე უკვე საფრანგეთში ვარ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავშესაფარი მივიღო. ამას იმიტომ ვაკეთებ. აგერ როგორ ჩანს ის რა ქვია? ბექა. როგორ ჩანს ასე? რა ცოტა მაყურებელი მყავს? ამდენი ხანი ახლა გელოდები და პასუხს ველოდები რა. აი ესეთი არაადეკვატური, აი ასეთი არაკაცური, აი ასეთი რაღაცა დედლური დამოკიდებულება სიმართლე გითხრა, ხო? პირადად შენ რო გაგაჩნია და მაქრო ვითომ ეროვნულობაზე თავს დებენ სასწავლები, რომ ჩამოგითვალეთ თქვენი ბიოგრაფიული კრიტერიუმები. მართლა მაინტერესებს რა. მიდი ახლა მერე და ამოჭერი ეგი და აწყვე ლაივი. დედა ერმილე მეგი მითხრა, დედა ერმილე მეგი მითხრა, ეს როგორ მითხრა, ის როგორ მითხრა, კაროჩე, ეს როგორ გაგვამარგინალა, მაგას არავინ არ უსმენს და ეიწყე ახლა ეს. და გულემ წყდება რა, ჩემ უბედურ ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი და რა თქმა ბიჭო, შენ რო ჩემზე კაი თქვა, მაშინ თავი მექნება, შენ და საერთოდ ალტინფოს სასტავმა ჩემზე კაი რო ილაპარაკოთ. დარწმუნებული ვიყავი, გადავტენი რაღაც და მოვიკლავ თავს ემიგრაციაში, სამშობლოში საერთოდ არ დავბრუნდები რა. თქვენ რო ჩემზე კაი თქვა. ისე რა მიკვირს, იცი? აი მართლა რა მიკვირს? ნუ სინდისი მაინც არ გაწუხებთ? სინდისი მაინც არ გაწუხებთ? ელემენტარული კითხვა რო დავსვა, აი. ამ ბიჭების ხარჯზე ცხოვრობთ. მათი ნაშრომი ფულით ხალხის გამოგზავნილი ფულით თქვენ საქმეებს იწყობთ, ზაქარეიშვილს უქირავებთ, პიდარას უქირავებთ ადამიანს,
რომელიც არის უშიშროების ოფიციალური ნასეტკა. გამოდიხართ აქეთ და თავს ამადელით ხალხს რა, რომ აი ბექა რამდენს წვალობს. აი ეგ თქვენი ჭირი უნდა მოცილდეს რა, მაგრამ ნუგზარია ფოფხაძე იმნაირი სასტავი შექმნათ რა საქართველოში. აი ისეთი სასტავი შექმნათ ხო საერთოდ. რომ თქვენ აი ის კი მოკვდება, მიაკვდება ძაღლები აცი 85 წელს გადაცილებულია მე მგონი და გაძრობია სული, მაგრამ აი თქვენერი მან დაუშკებს რომ დატოვებს. აგერა ბატონი ბექა და აიცით. ბჭო გამაგებია ლუზერი რა უბედურება. ლუზერი რა ასნიშნავს გამაგებია ერთი. არ მესმის მაგდენ მაგხელა განათლებული არა ვარ შე რო ხარ ისა რა ქვია ბექა მე წიგნებს უფრო ვკითხულობ ვიდრე რუსთავი ორს უსმენ და არ ვიცი ეს ლუზერი რა არის. ეროვნულები უნდა გაერთიანდეთ საერთოდ. ეხლა რა გეგმები გაქვთ? მადლობა ქალბატონო ნანა. ანუ ხელმოცარული ვარ და უარგისი. კი, ხელმოცარული და უარგისი ვარ. მართალია კაც. მე ჩემ ქვეყანაში ესე ქათმოსანიძესავით ფული ვერ ვიშოვე და არ ვიშოვე და დებილი ვარ საერთოდ ეს რაღაცა არ შემიძლია და წამოვედი აგერ ხან ბარი მიგავია ხელში ხან ბარგალკა ხან რაღაცა და ამით და აი სამაგეროთ აი საქართველოში აი ესეთი ხალხია წარმატებული რანაირ ბექუნა კი ზუსტად თამაზ აი ეს ნაბოზარი ფოფხაძე არის დღეს იდეოლოგი აი ამათი იდეოლოგი არის ზუსტად ეგ ნაძირალა რა რო იცოდეთ აცალეთ კაცო მოусმენს გამოაჩინოს აგერ ვანიკო შენ შემოერთებულ ხარ ბატონი ბექა არის კავშირზე უთხარი 1-2 სმეშნოი სიტყვა შენ მე მგონი დაბლოკილი ყავხარ რა უნდა ამდენი ხანი ზია ეხლა და იწერს ამ ყველაფერს ვინ იყო ბექა იყო 6-ში იქ და ღირსეულად იქცეოდა რაში იქცეოდა ღირსეულად რაში იქცეოდა ღირსეულად და რაში იქცეოდნენ ეგენი საერთოდ ღირსეულად ერთი რომელიც წერს პასუხი გამეცი რაში იქცეოდნენ თბილისში ეგდნენ ეგერ და იმედან ზაჰესიდან იმამდე არ გავიდნენ სანამ გირჩმადაებან არ დაეკავა მოედანი ქუთაისიდან ჩამოასწარით საღამოს 6 საათი იყო რომ ჩამოვედით და მე გამოძვრენ საიდან გამოძვრა და დაიწყო იმგენის ლაივების წერა და ასე შემდეგ ღირსეული, ასე ძახით ღირსეული ყოფნას. მივიდა იქ ხალხი რო ჩამოვიდა სამსხვერპლოზე და იმასგან რა ქვია, ხალხმა თავი გაწირა და ესენი იდგენ და იმას რა ქვია. ჯაგიო ჩემი აქციაო საერთოდ არაო.
ამას ეძახით ღირსეულ ყოფნას? აი გამეცი პასუხი. ვინ ჩემი ფეხები ხართ, საერთოდ რომელიც ადამიანს ხურება გაქვთ ქვეყნის მიმართ. ბიჭები ციხესიზიან და თქვენ დადეხართ და იმას რა ქვია, აუ იქ არ მოვალ მე, იმიტომ არ მოვალ, რომ ეს ნემსაძეებს ჩემზე ნაგინები აქვთ და მე ბიჭების 5-6-ში დაკავებული ბიჭების იმას რა ქვია არ გავაშუქებ. ასე არ იყო შეკურდღელო, ასე არ წერდი? თუ ახლა ისიც თქვა რომ არ იყო ეს ასე. შენ რა გინდა ერთი ვინახარ ერთი ამას რა პრეტენზია აქვს რა? ხო და რატო მივიდა მე თბილისში მცხოვრები ადამიანი გირჩის დაანონსებულს ხელი რატო არ შეუშალა? რატო არ შეუშალეთ ვინც იქ იყავით? და რატო მოვასწარით ჩვენ ჩამოსვლა ქუთაისიდან და რაიონებიდან? და სანამ დედის გინება არ წავიდა, ეგ ჩვენი აქცია არაო, თავი არ გამოუყვია არავის. მართლა მაინტერესებს. იმიტომ რომ არ იყო თქვენი საქმე ბიძიკო, მაგი. მოსული ხალხის ის გამოიყენეთ, მუხტი ვითომ თქვენ რაღაცა დაგეგმეთ და გააკეთეთ. და მე ფეხებზე დაიკიდეთ ეგ ხალხი. როცა დავბრუნდები, ხო, ბექა, შენ უნდა დაგინგრიო სპირპირი კაცურად. და ლაივი უნდა ჩაგიწერო მერე. შე ქათამოშე. არ ვიცი შენ ვინახარ საერთოდ და სად იყავი, მაგრამ მე გეუბნები კიდე ერთხელ. 5 ივნის რაც იქ მოხდა და 6-ში როდესაც დილას გამოვიდა გირჩი და ჩვენ ვართო აქო და იქ რო იბრიქებოდა, რადგანაც მეგაფონი ეკავა ბარეოს ხელში და ჩვენ ვართო ამ აქციის მოთავეები, ერთი მაგ აქციის მოთავეები არავინ იყო, სახალხო პროტესტი იყო. და 500 კაცი იქ წადით და ეს ასე ისო. რო დაანონსა გირჩმა 2 საათზე ჩვენო შევიკრიბები თუ საღამოსო 6 საათზეო იქო. რუსთაველის 8 ნომერში. ჩვენ მოგასწარით ჩამოსვლა რაიონებიდან. როდესაც ჩამოვედით, მაგ არც ერთი ალტინფოს ეგრეთ წოდებული ლიდერი იქ არ იყო. და აქ მოკრებილი ხალხი ვიყავით და ბიჭებმა ამიანად დარეკენ, რატო არ ახართო? ეგ აქცია ჩვენიო დაანონსებული არაო და არ მოვდივართო. ფეხებზე ვკიდია. და იქ რო წავიდა ლანძღვა გინება, დედის გინება და ასე შემდეგ, მერე გამოეტიენ სახლიდან ბარე 2 და მერე მოვიდნენ. და მერე 5 და 6-ის აქციაა. და მერე აიგ ნაძირალა ზუსტად, აიგ ბექა ქათმოსანიძე. ხალხს დაკავებული ბიჭების გაშუქებას ამადლიდა, მე მქონდა დადებული მაგ მიმოწერის ვიდეო. გამომივიდა ეროვნულები. და 9 აპრილს. და 9 აპრილს.
3 ლაივი ჩაუწერია ბიჭს. ამის საქმე ხო მარტო ლაივების წერა. ამის საქმე ხო მარტო ლაივების წერა. შეარარაობა და შემართლა ქათამოვო მისმინია გე რატო არ მიეთხრიე გირჩმა რო დაანონსა იქ? რატო არ შეუშალე ხელი შეყურდღელო? რატო არ შეუშალე ხელი? შენ დაალტიფობ, რატო არ მიეთხრიეთ იქ? რატო არ მიდით? რატო არ დაიკავეთ მოედანი პოლიციის მისვლამდე? გამეცი პასუხი შესირო რატო ქენი ასე? ინახარ ბიჭო შენთან რა მაქვს ალაპარაკო ვისაც ველაპარაკები გამცეს პასუხი რა ვქნა ხა პოლონეთიდან გირეკო აგერა ხარ და თქვი თუ რამის თქმა გინდა გამეცი პასუხი შე პიტალო რაზე უნდა გამცე პასუხი რაზე უნდა გამცე პასუხი შენ გეი პარადიც რო ტარდებოდეს დადგები და კი არ შეეწინააღმდეგე ლაივს ჩაწერ აი ეს კაცი ხარ შენ იქ იყო ბექა გოცირიძეც და იქ იყო კიდე ბარეული და ბევრი იყო და მე ადეკით და პიდარასტი ირაკლი ზაქარიაშვილი დაუნიშნეთ იმას რა ქვია პასუხი გამეცი რატო არ მოენძრია იქ რატო არ შეეწინააღმდეგე შესირო აი ეს ახარ თელი ისა რა ქვია გმირები და 5-6 ივნისი რო იძახით ახლა და მე კიდე 7-ში საერთოდ მიკროფონთან ვინმე არ მივიდესო და კუტალაძე რო იყო მოსული იქ კუტალაძემ სანამ ტარდა ცოცხლის გინება არ ატეხა გამოვა მაგ ბიჭი და თავისად ხმეს იტყვის კიდე ცალკე როგორც კი დაინახეთ ერმილე იყო და კუტალაძე იყო და კიდე რამოდენიმე ბიჭი იყო აქცია დაასრულეთ და ეს მუხტი წაიღეთ სახში რადგანაც ტექნიკა იყო თქვენი მიკროფონი იყო თქვენი ქათამო შენ ხო კაცური არაფერი არა და საერთოდ თქვენში აი ეს ვინც ბირთვი ხართ და ჩანს თქვენი ბიოგრაფიიდან ვინც ახართ შენ კიდე ფსიქოტიპი ხარ რომ მე იქ ვიყავი ხო იქნები ახ გეი პარადიც რო ჩატარდეს თბილისში და იგავებ იმას smartphones და დადგები და ვაიმე ღმერთო ტარდება გეი პარადი საქართველოში ამას გააგეთ ეს ახარ შენ აი ეს ახარ შენ კეთინო კათმოსანიძე როჩენ ამთავრდა გავიღალი ხალხ ამ რეგვენთან ლაპარაკის თავი არ ამაქვს მერე შესირო თუ იქ დაღამებული იყო და იქ იყავი რატო არ შეეწინააღმდეგე რატო არ დადეგი იმ ჯვართან წინა დღეს რო დავდგით ვიდეო რატო არ შეეწინააღმდეგე გირჩები და ეგენ რომ მივიდნენ რატო არ ქენი შეპიტალო ნაცებს რა უნდა უხაროდეს ნაცებისა ქათმოსანიძე მათი გოგოა კაი ბექა დამშვიდი ერთი წუთი რა ვის რა უნდა აინტერესებდეს აგერ ვეკითხები და მორჩა აი ახლა ეს სირი სადმე ან ომში ძავა ქვეყნის გულისთვის საკუთარი სიტყვიდან 9 ჯერ გარბის საკუთარი ღირსებიდან 9 ჯერ გარბის საკუთარი შეგნებიდან ყველაფრიდან და აიგა დაახვიე მაგ პასუხი ბატონო ბექა ვარდოსანიძე და უკანალში გაიკეთე აი ეს იქნება ბოლოში დი ნახვი აი ეს ჩემი პასუხი ბოლო შენს და შენაირმა ეროვნულებმაც всё ნახვი აქედან და მოცილდი მე ჯერ არ შემოხვიდე კიდე ერთხელ გაიგო ხალხმა რა პიტალოც ახარ და რასაც წარმოადგენ всё არ ვიცი შოთა ტარიელონიანთან მიბარებს ალბათ რო ჩამოვალ ავიდეთ ერთი კაცო გამოსულია ტარიელონიანი და დევილაპარაკოთ იქან და გაგვირჩევს ალბათ საქმეს იცის ბექა სადაც მიბარებს არ ვიცი ირაკლი ძმაო ვინც მოგვიანებით მოვიდა მაღაზია არ არის ძმაო საქმე როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია როდესაც ხარ ძალა რომელიც ამბობ რომ 5 ივნისს მე გავმართე ეს აქცია რომ მე ავიღე პასუხისმგებლობა 5 ივნისს იქ რაც მოხდა და როდესაც 12 პირველ საათზე გამოდის გირჩი და ამბობს რომ გუშინ თქვენ რო ეს ჩაატარეთ დღეს მე გამოვალ და იქ ჩავატარებ
და ჩვენ წასული ვართ ყანასთოხნიდი საერთოდ სოფელში. გამოდი შედალოცვილო, ჩაწერე ერთი ლავი მაინც ჩაწერე გუშინ ვინც ვიყავით მოვიკრიბოთ. ხალხი თუნდაც მე მჯერა რომ შენც მოხვიდოდი იქ, როცა გაიგებდი მაგამ ბავს და ეს. როდესაც ხალხი მოვიდა, მოიკრიბა და ეს სპიტალოები, აი ეს სპიტალო, ეს ქათმოსანიძე და ის კიდე ის ალტინფოს სპიტალოები. შემძვრალები რო იყვნენ სოროში. ურეკავს ხალხი, ბიჭო, სადა ხართ? გუშინო ხო, აი პიდარასტებს დამგესო დავსდებდითო, მთელი ქალაქიო. ახლა ვაგერ იყრყის ყველა თავს და თქვენ სადა ხართ? მაგიო ჩემი დაანონსებული აქციაო არაო. მე არ მაინტერესებს მაგიო რა იქნება. წავიდა მე იქ ლანძღვა გინება აქვს არცოცხლის აქეთ იქით და მე მოძუნკალდნენ. რომ დაინახენ რომ ხალხი გაბრაზებული იყო და იქ. რატო? უშიშროებამ არ მიცა უფლება. უშიშროებას აწყობდა რომ ამას, აი ამ პიტალო ჯგუფს ამდღარიყო. ის კაროები იქ რაც იყო, იქ ხო გახსოვთ ის ნაცების კაროები იყო, ის აეყარა ხალხის ხელით. მერე დაერბევინებივათ ის ბიჭები ციხეში გაეშვა. ამათვის ეთქვა თქვენ მოთავეები ხართ. ეხლა რაფერად ჩვენ გეტყვით ისე თუ არ გააკეთებთ, გაგთხრით ციხეში ძალიან ბლომად. და ამათ ყველა ესენი ვერბოვკაში არიან, ეს ქათმოსანიძის ჩათვლით. ხო და მეორე დღეს კიდე გუშინ ხო იყო თქვენი ბუინი. ახლა უნდა იბუინოს LGBT-ებმა. ეს გააკეთეს. პოლიციის კორდონში ქონდა გადაკეტილი ბექა 4 საათისთვის იქაობა. და 2 საათზე რომ ისულიყავით 50 კაცი და დამდგარიყავით ჯვართან, ვერც გირჩი მოვიდოდა, ვერც შმირჩი და ვერც პოლიცია. მაგრამ ეს იყო თქვენთან შეთანხმებული, თქვენთან იყო ყველაფერი კუდი გადაფსკვნილი და ასე მოხდა და ტყულა მოატყუეთ ხალხს. მერე შეპიტალო კიდე, შენ ხალხს იმას ამადლიდი, რომ მე ამაზეო, რა ქვიაო, არ მოვალო ნემსაძეებმა, მეო მაგინენო, ლანძღენო და მეო არ მოვალო და სინდისის ბიჭებისო 5-6 ივნისის სამისო არ გავაშუქებო. ეს იყო ასე. აი ეს იყო სიმართლე, ესა სიმართლე. შენ ხარ კიკუ, ვინც გადაგიხდის ფულს ემსახურები იმას, ხან ანადოლიძეს გამოწმინდა ერთ ადგილს, ხან ის გახდები, რა ქვია, ანტივირუსოლოგი, ხან ვაქცერი, ხან ანტივაქცერი, ახლა ეროვნულობა კარგად იყიდება და ღებულობ ამით ფულს და ცხოვრობ ამით. შენ არც კაცობა გაგაჩნია, არც გიშრობია მთელი ცხოვრება, არც არაფერი გიგეთებია, ხარ ასე თაღლითურად და არაკაცურად. აი ეს არის შენი დეფინიცია, გეუნები პირდაპირ. აი ახლა რა სად იყავი და რა ბლოგები წერე, ეს ცალკეა. შო. გადი ახლა მოცილდი აქედან. ხალხი გვიყურებს, დავიღალე ეს ხუმრობის ხასიათში გადავატარე ყველაფერი და გითხარი კიდეს ვინახარ შენს და ის სპიტალოებიც კიდე იქ რო წამოჯდებიან ბუტკაში და ხან ჩეჩნეთიზაცია რო უნდათ საქართველოსი და ხან ისო ევროკავშირში გაწევრიანება ვისაც უნდა ყველა პიდარასტი როაო და პატრიარქსაც რო აქ თქვენ საქართველოს ევროკავშირში მე საერთოდ რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამ შემთხვევაში ყველა დადუმებულია და თქვენი კიდე ერთი დიდი სულიერი მამა მამფალი თქვენი სულიერი მამა მამფალი სოროსე რო აკირავებდა იმას რა ქვია თავის პარტს და ფულებს ხანამჯიბეში იტენდა და ხანამჯიბეში და ვაი დედაო მივქარე ფულებს რო იდებდა ჯიბეში მაშინ არა სამშობლოს მტრებს ბიჭო ეკლესიის მტრებს თავის ბუნაკში უშვებდა ქირას ართვებდა ჯიბეში იდებდა ეს არაფერი ესე იგი ამ ხალხს არც ომია არც ქვეყნისთვის არაფერი უკეთებია არც საერთოდ მათი ბიოგრაფია ნოლია ეს არაფერი ერთი მანახეთ ერთი ეს პიტალო ბექავარდოსანიძე ადე ნებისმიერი ისინი ელემენტარულად შესული საპარლამენტო სხდომაზე საკომიტეტო მოსმენაზე მისული იყვნენ და ეთქვათ აი ამათთვის რომ აი ამ პარლამენტარების ნაცისტვის კოცისთვის როგორც ვაკეთებდი ამას მე აკეთებდა ამას ჩემი ძმა რომ შენ ხარ ესა და ეს აკეთებ ამას ეს არის უკანონობა უსინდისობა რომ პირდაპირ თან ამ პიტალოებმა ის დაწერს რომ ერმილეო სანამ მოიყო საქართველოსში მანამდე ვერ ბედავდაო ვერაფერს ვიდეო მარქის მაინც შეხედეთ არ წვენია თქვენ შობელძაღლებო
პირდაპირ ვეუბნები 150 კაცი ვინც აქ ხართ, ყველა ხართ არაკაცი და თქვენი წინაპრები საფლავში გადაბრუნდებიან, ხართ ნაბოზრები და ჩათლახები. ქათმოსაინზე გაბედავდა ახლა ამის თქმას? და ამნაირი რამდენი ახლა რა მახსოვს კიდე. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მინისტრები იყო, თავდაცვის სამინისტროზე ლაპარაკი არა მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიცია 8 ნოემბერი მახსენდება. ეს ქათმები. ერთი მეორის მიყოლებით რო დეიმალენ, ბიჭები რო იყო დაჭერილი 27 ბიჭი. ერთი არ მოსულა ციხეზე სიგარეტი ხوار უნდა, საჭმელი ხوار უნდა, რამე ხوار უნდა იმგენს. ხო, გააქრა ახლა, გააქრა. ბაში სად იყავი საწერ შეშობეძაღლო დაივებს. გაგიმარჯვოთ მართლა. მოგესალმებ. მე იმ დაკავებული ბიჭებისთვის ფული რომ მოაგროვეთ და ციხთან გამოვიყვანეთ ზოგ ჯარიმა გადაუხადეთ და ადვოკატები სად იყავით თქვენ? აი ეს ახარ ქათმოსაინზე და ესაა შენი ალტინფო. სინამდვილეში. ბუდკიდან და ტელევიზიიდან არ გასულ ხართ. ვერც გახვალთ. რო გკითხოთ ხალხმა უმრავლესობა გიკავიათ ხელში. შო, ღმერთმა აქნას რო კონსერვატიულმა ძალებმა უმრავლესობა დაეკავოს ხელში. ხო, ფული ალტინფო მოაგროვა და ვინსაც აიღო მაგ ფული ჯერ კიდე გასარკვევია და ზაქარეიშვილი ნაძირალა ახალაიების ადვოკატი და ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი პარტიაშიც მიიღეთ და პიდარასტი რამდენი დაეხმარეთ იგი ცალკე თემა და ინჯიბეს ჩაიდებით იგი ცალკე თემა შეკათამოშე ფუი კაცობის ნატამალი არ გაგაჩნია ხო ოჯახებს მე იქიდან ვიცი მინიმუმ 2 ადვოკატი რომელსაც ფული საერთოდ არ აუღია ის ემსახურებოდა მათ შორის ერთი ჩემი მეგობარი ანა ჟღენტი ოჯახებს კი ბეკა თქვენ დაკავებულების ოჯახებზე ზრუნავ ხართ კაცი ლაივის გასაშუქებლად არ მიდიოდ და იმას მეუბნები რომ ფული აგურები და ოჯახებს გაუგზავნიო შევირთხა ქართული ეროვნული ძალები არა უნდა გაერთიანდეთ მე მახსოვს რომ არჩევნებამდე ამბობდნენ რომ აი თუ ბიჭებს არ გამოუშვებთ ჩვენ აი არჩევნებს არ ჩაგატარებიათ და გზებს გადავკეტავთ და ასე ვიზამთ ახლა მეცა ერთი ტელევიზიას ვარემონტებთ და აი ტელევიზიას ვარემონტებთ და რემონტი გვაქვს და მოიცა რა ტელევიზიას არემონტებ იმ სიცხეში ის ბიჭები ციხეში ზიან ერმილი არაა წმინდა ერმილეს თავისი ცოდვები აქვს ბევრი ადამიანური თუ არა ადამიანური მაგრამ ერმილე შენგან განსხვავებით და თქვენგან განსხვავებით კაცია ბიჭო კაი ელემენტარულს გეუბნები დამისახელე შენაირმა ქათმებმა და იმ მარგინალებმა იმ პიტალოებმა როდესაც ერმილემ ამ ფული აიღო ან ვინმეს შეპირდა და სიტყვა არ შეასრულა ან გვერდში დასადგომი იყო და არ დაუდგა მოიცა სად გადიხარ შეკათამო გამეცი პასუხი ან იდეა გაყიდა ან ვინმე გადააგდო ან ვინმეს ანგარებით მოექცა გამახსენე ერთი ფაქტი შესირო გამახსენე გამახსენე შენ ან დანარჩენმა ფუს ოფიციალურად მათხოვრობდი ჩამირიცხეთო და მე რა უნდა დაგაბრალო სალკე იმიდან იღებდი რა ქვია იმის აბა სად ანადოლიძის გაправება და სად ეროვნული საქმე და ცალკე იმაში ქართულ მარში ფულს თუ არ მოგცემდეთ გასაშუქებლად არ მოდიოდი და ცალკე იმაში რა ქვია ახლა იმგენში კიდე ფეხს არ გაადგამ თუ ფული არ აქვს აღებული და მე რა უნდა დაგაბრალო ეგია ფაქტი მათხოვარი ხარ ოფიციალური
ცხოვრებაში არ გიმუშავები, არაფერი არ გიკეთებია. გარდა სკაპუნისა, Google Translate-ისა და ამის. მოჩა ამ თავ. ხომ თავარია Google თვინ იყო, თო ამას ქართულ სანძეც იყო, იქა და იდგა და ლაივებს აშუქებდა. არა ბექამე მესმის კაც. ჩვენც უნდა მეგვეთხოვა, ფული მოგვეცით თუ არა აქციებზე არ მოვალთ თქო. ართალი. ეს მხოლოდ შენ ჭირდებოდა ფული. სულ ფული რაფერ გახსოვს, სულ ფული რაფერ გაკერია ენაზე. გვერდი შექმნდა 6000 კაცი გაიზიარე და მოიზიდე და ამაში ფული გინდა, ხო? შე ვაფშე ქართველი ხარ, თუ სომეხი ხარ, ის მართლა მაინტერესებს. იმიტომ რომ ქართველი კაცი ეროვნული საქმეზე ამდენ დახელებული არაა ფულზე და სომხური ისა ყველაფერი, რომ და ებრაული, რომ თუ რამე გააკეთე, ფული. მე რა თუ 6000 კაცი მოიზიდე, 1,5 მილიონი მქონდა, რა გვია აზიმუტი ხალხი უყურებდა და კაპიკი ფული არ ამიღია ეროვნული სულის გამოღვიძებას ემსახურებოდა. რა, ხო რა. რა, ხალხმა სული და სიცოცხლე ჩადო სამშობლოს გულისთვის. რა, მე. გვერდი შეუქმნა Facebook-ის. ხედავთ რომ ხლა საქმე გოგეთებია. სხვა ვერ მოახერხებდა მაგას. შენ და ნინული კიდე. არ ვიცი მე ვინ ბეჭდავდა მაგი და ვის მაგ ფინანსური საკითხები შენ გაინტერესებს. ბიჭო, ხალხი ციხეში იჯდა იდეის გულისთვის. ციხეში იჯდა იდეის გულისთვის. და არა ერთი და დღესაც იდეის გულისთვის ციხეში ზია. მაგრამ ფულს არ ითხოვს ეს ხალხი. დილის 6 საათზე წადი ოფისში. რაფერ გაწვალებულ ხარ, ბექა? კიდე ბექურას აკეთე. ურა, კარგად გამართო ახლა დღეს. ეში პატრონს. ამას ამ ყველაფერს რო შეხედავს რაღაცა ლიბერასტი და დაინახავს რა ის რა ქვია ოფილო დიასახლში რო იქნება ქმარი მეჭუბებოდაო სულ არაფერს არ ვაკეთებდი. რა ვიცი თუ რამეს აკეთებდი, ფულსაც იღებდი ამ ყველაფერში რა. უანგარო, შე არაფერს არ აკეთებ. ნაბიჯს არ გადადგა. და ესა ფაქტი. გამოგიგზავნე ახლა ფულს და ხვალ დაწერე შენ გვერდზე, რომ მე ერბილესთან ვწდები და მე არაგაცი ვარ. ერბილე კაი კაცია. გააკეთე. კაი კრუპნად ფული თუ იქნება ამას. აი ხალხო წევედი და ამღალა ამ შტერმა თავიდან კიდე ხო რაღაცა სასემოვნო იყო და აჰა. ვიღალთ. კარგად იყავით, აჰა. ეს იყო ნიღბის გარეშე ბატონი ბექა ვარდუსანიძე. კარგად წამდებოდეთ. როგორც იქნა გამოაჩინა მთელი ისი დიდებით სახე. შრომელი და დაჩეს ვისაც გაინტერესებს წაიკითხეთ. დავიშალეთ სასტავ ძილის დრო, აბა თქვენიც ღამენებით. აი ბექა ამაღამდე გესიზმრები, ახლა დამანებე თავი რა და შეიძლება არ დაგეძინოს. მაგრად დიდი ეროვნული ბექა ვარდუსანიძე იყო ეს. მერტო შემეშ. ამის გადარჩენილი ქვეყანა.